კაი, გავთიშავ მე მიკროფონს და ჩატში ყურადღებით ვიქნები. ჩატში ყავ ყურადღებით, იმიტომ რომ იქნება რაღაცები შიგადაში, რაზეც შეიძლება ვინმე თავისი კომენტარი გააკეთოს და ხოლმე კარგი. კი. ხო. მოკლედ დღეს როგორც იცით, ანუ გვაქვს მეშვიდე ლექცია უკვე და როგორც რამდენჯერმე შეგპირდით, რომ გვექნებოდა ამ ლექციამდეც მივაღწევდით, პერსონაჟის შექმნაზე უნდა ვიყო-პარაკოთ, რა თქმა უნდა, ნარატივ დიზაინში, როგორ პერსონაჟებს ვქმნით ხოლმე ჩეთბოტების კუთხით, როცა ვმუშაობთ, რას ვითვალისწინებთ, რას არ ვითვალისწინებთ, რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებთ და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც ჩეთბოტის პერსონალობას ეხება, მსგავს თემებს გავივლით. თუმცა, თქვენც ნახავთ ახლა შემდეგ სლაიდზე რომ გადავალ, რომ აქაც რაღაც ისეთი ტრადიციული ლექციის სახეებს ვაძლევ ხოლმე როგორც წესი ჩემს პრეზენტაციებს და შეიძლება რაღაცეები, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ მაგაში ეჭვიც არ მეპარება რომ რაღაცეები ჩემზე კარგადაც იცით, მაგრამ ნუ მაინც ეს რაღაცა ფორმატისთვის ჩავსვი რამდენიმე სლაიდი უშუალოდ პერსონაჟების შესახებ, ტერმინების შესახებ და ასე შემდეგ და უცებ ვეცდები რომ გავიარო ის რაც ისედაც ყველამ ვიცით და ძალიან დიდი ხანი არ გიჩვეულზე. ვინმე რამე თქვა? რაღაც მომესმა. კი, მოგვესალმა. ვინ მოგვესალმა? გამარჯობა. ანუ პერსონაჟის განსაზღვრება რომ გავაკეთოთ ჯერ პირველ რიგში, ხო? ანუ საიდან მომდინარეობს თვითონ ეს სიტყვა და რას ნიშნავს, ხო? ლათინური ენიდან რო ავიღოთ, ანუ თვითონ ნიშნავს პიროვნებას, ესე პირდაპირ, ხოლო ფრანგულიდანაც იგივე, ანუ ორივე ენაზე ნიშნავს პიროვნებას, უბრალოდ ძირითადი ფესვები, ანუ მოდის აი ამ ორი ენიდან, ესე ვთქვათ, თვითონ პერსონაჟის განმარტების. და რა არის პერსონაჟი, ხო? ანუ ეს არის სხვადასხვა ჟანრის, ანუ ნებისმიერ ჟანრში, რაც კი ჟანრები არსებობს, სხვადასხვა ჟანრის თხზულებათა გმირი არის და მას აქვს რაღაცა ფუნქცია, ხო? ამ თხზულება იქნება ეს თუ ანუ თხზულებას რო ვამბობ, არ წახვიდეთ მაინც და მაინც ტექსტზე და ლიტერატურაზე. ანუ თხზულებას რო ვამბობ, გულისხმობ ნებისმიერ ნარატივს, რაც კი რამე არსებობს, საერთოდ და სადაც კი პერსონაჟი გვხვდება. და ნუ ფუნქციურად შეიძლება გქონდეს, ყავდეს უფრო სწორად ორგვარი, ხო? ნუ მე კი ვნახავთ, რომ კლასიფიკაცია უფრო მეტს ითვლის, მაგრამ ნუ პირველ რიგში ასე რომ შემეკითხებიან ხოლმე თუნდაც მეც, ანუ ყოველთვის ვამბობ, რომ თხზულება იქნება ეს თუ ფილმი თუ ასე შემდეგ, ყველგან რაღაცნაირად წარმომედგება ხოლმე მთავარი პერსონაჟი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამორის გარშემო ტრიალებს ხოლმე ეს. თუმცა აქვე იმასაც დავსწენ, რომ სახე როგორც ასეთი, ხო, ანუ ნაწარმოების სახე, რა ჟანრის და რა ტიპის ნაწარმოებიც არ უნდა იყოს ეს, შეიძლება შექმნას, ანუ ეპიზოდურმა გმირმა, აი შეიძლება ერთ რაღაცა 15 წამში გამოჩნდეს, იგივე ფილმის მაგალითზე რომ ავიღოთ, მაგრამ იმდენად საინტერესო გამოჩნდეს და გააკეთოს ეს შეიძლება ერთი სიტყვა თქვას მარტო, მაგრამ დაამახსოვრდეს მაყურებელს, იმ ფილმის მაყურებელს, ხო, ამიტომაც პერსონაჟის ესეთი კლასიფიკაცია კი გვაქვს რაღაცა რო აი მთავარი, არამთავარი, ბოროტი, კეთილი და ასე შემდეგ, მაგრამ ეპიზოდურმა გმირმაც შეიძლება ჩვეულებრივად რომ ეს პერსონაჟის სახე შექმნას და იმდენად საყვარელი გახდეს, რომ დაამახსოვრდეს მაყურებელს. სანამ გადავალ შემდეგ სლაიდზე, აი თქვენ თუ გახსენდებათ ვინმეს, თან ესე გავიაროთ რა ცოტა კითხვა-პასუხის რეჟიმში, იმიტომ რომ მონოტონურად რომ ვლაპარაკობ ხოლმე რაღაცნაირად არ მსიამოვნებს, მარტო მე რო ვარ ესე რაღაცა მთავარი მოსაუბრე. მაგრამ არა თემატური კითხვა დასვალა, ანუ დავალებაზე ეკითხა, რომ ამ ლექციის ბოლოს მომცემთო და ესეთი კითხვები ბოლოში ხო არ გავიაროთ, იმიტომ რომ ბევრს ექნება და ვინმეს რო არ გამორჩეს. ან თუ გინდა გავცეთ ეხავე. არა, დაისმევ. ჯერ გამარჯობა, მიკროფონი გამორთდობთ, რომელიმე, იმიტომ რომ ჩემი თავი მიყვირის საიდანღაც, ჩემი ხმა ისმის ვიღაცის მიკროფონში.
დავალება გვექნება ბოლოს, ხო, როგორც წესი, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, ბოლოს სლაიდზე მაქვს უკვე დავალება გამოტანილი და იქ უნდა ავხსნა რა და როგორ და დავალება თან როგორც ასეთი ლაშა არ არის, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ჩვეულებრივი დავალება, ანუ ჩვეულებრივში რას გულისხმობ ახლა, მაგასაც გეტყვი. მერვე ლექცია ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, შუალედური გამოცდასავით რა, ერთგვარი გამოცდა არის და ამიტომ საგამოცდო დავალებას გაძლევთ, რომელსაც მე რა თქმა უნდა Classroom-შიც დავდებ და იქ უფრო კარგად, ანუ მთელი ინსტრუქციებით, როგორც Classroom-ი გვაძლევს ამის საშუალებას, დავწერ რას ველით ამ დავალებისგან, რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა გააკეთოთ. ახლა არ დავიწყებ ახლა ამ დეტალებზე ვლაპარაკს, ხო? დავალებაზე, იმიტომ რომ ბოლოსკენ ყველაფერს რა ჩავამთავრებ, მე ველაპარაკებ და ისე Classroom-შიც დაიწერება თუ რამეა. კარგი, მადლობა. არაფრის. და ხო, ну ამაზე გავჩერდი, რომ კითხვა მქონდა თქვენთან, ესეთი რომ ვინმეს თუ ახსენდება მეთქი ისეთი ეპიზოდური პერსონაჟი, ალბათ მაინც უფრო ფილმებზე გაგვახსენდება, ხო, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა ესე ვთქვათ, უფრო დასამახსოვრებელი ვიზუალურადაც ფილმის გმირები არიან ხოლმე, ძირითადად როგორც წესი და თუ ვინმეს გახსენდებათ ესეთი პერსონაჟი, რომ აი პატარა როლი ქონდა ძალიან, მაგრამ თავისი გავლენა მოახდინა ფილმზე და მაყურებელზე, სიამოვნებით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თუ არა და გადავიდეთ მერე. არის სადმე რამე ესეთი? ტეკილაო თორნიკე. ტეკილა? ხო. დაიცინის. ეს პერსონაჟია თუ ფილმს ქვია ესე? მე მგონი უბრალოდ სასმელი იგულისხმა, მე ესე გავიგე უცებ. ბარბარემ ბოჭკი რომ დარბის და ხვარკაცა მისცემს რჩევას, ეგ იყო ჩემთვის წამიერი პერსონაჟიო. ბოჭკი. ბოჭკი რა, ხოშმენი თავი. ეგ დარბის, ანუ რა სცენარის რომ ჯანსაღთხოვების, ანუ ჯანსაღთხოვებას გადაწყვეტს და დარბის და ძალიან დაიღლება რა ერთ დღეზე უკვე და ერთი ხვარკაცა ყავთ რა, ანუ რაღაცა აი ბუდას პონჩი ასე რომ ვთქვათ და ეგ ეტყვის რომ ანუ უნდა ერბინო ბევრიო, მაგრამ რო დაიღლები მაინც უნდა ერბინო, აი ხო უშინაარსოა ძალიან, მაგრამ რაღაცა ესეთი იყო რომ ბოჭკის რაღაცა პერსონაჟი თითქოს არ შეცვალა კი, მაგრამ რაღაცნაირად ანუ ის სცენარი და ის სერია რაღაცნაირად შეცვალა მაინც რა. მარტო მაგ მომენტში გამოჩნდა, ერთხელ გამოჩნდა ეგ ტიპი. და ძალიან ისეთი იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რაღაცა გადაობები და მიმები წამოვიდა მაგ ყველაფერზე და რაღაცნაირად ჩემთვის ანუ მანიშნებელი იყო რა ეგ პერსონაჟი. კარგი, მადლობა. მე არ ვიცი სიმართლე გითხრა რა პერსონაჟზე საუბრობ, იმიტომ რომ ნუ არ მინახავს ეგ, მაგრამ ხო, ანუ გენდობი ესე ვთქვათ. რომ ის რა ქვია, ნამდვილად სახასიათო პერსონაჟი არის. მადლობა ნდობისთვის. ხო, არა, ეს ნდობა ისე კაცო, ხუმრობით. გვანცამ დაწერა ავატარში ეგეთი ძალიან ბევრი პერსონაჟიო. ავატარი ანიმაცია ხო ალბათ. კი, სავარაუდოდ. კი ბატონო, მაგაში გეთანხმები. ნაცია შემოგვიერთდა. საღამოში და ვისაუბრეთ. კარგი, ხო. თუმეტი ის არის რაღაცაზე, მოგეთქვით ისე ბევრი მახსენდება ზოგადად როცა ვფიქრობ, მაგრამ ყველაზე ჩემი საყვარელი ბავშვობის შობა კერა მთელი ცხოვრება და სულ მქონდა ხოლმე აი ტომი და ჯერიში რომ აი ქალი არის რა, ტომის მეპატრონე ვინც არის, არასდროს რო სახი არ გვინახავს მაგისი და რამდენიმე სერიაში რომ უბრალოდ რაღაც წამიერი როლი აქვს, ანუ რეალურად ვერც გაიგებ რა როლი აქვს, ხო, აი უბრალოდ ვიცით, ანუ არც ლაპარაკობს როგორც ესეთი რაღაცა როგორ ახსნა არ ვიცი, ანუ რაღაც ესეთი სახასიათო ტიპი არ არის, ხო, იგივე როგორც თავარი გმირები არიან, ტომი და ჯერი, ეგეთი ტიპი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად აი ამ ეპიზოდებში რამდენშიც არის, ჩემთვის იყო ხოლმე ყოველ შემთხვევაში, ნუ ახლა აღარ მინახავს დიდი ხანია, მაგრამ ყოველთვის იყო ხოლმე რაღაცა ესეთი საყვარელი, ძალიან კარგი მხატვრული სახე, რომელიც შეიძლება რომ ანიმაციაში გამოიყენო. ნუ კიდე ლიტერატურაშიც მყავს ეგეთები და ნუ მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეპიზოდურმა გმირმა შეიძლება ძალიან დიდი და საინტერესო როლი შეასრულოს ნებისმიერი სახის ნარატივში.
და ნუ ვინ შეიძლება იყოს პერსონაჟი, ხო? ანუ ზოგადად აი რაღაცა ტრადიციული გაგებით, ალბათ თვითონ ტერმინიდან გამომდინარეც, რადგანაც პიროვნებას ნიშნავს ეს პერსონა სიტყვა, ესე ამბობენ ხოლმე, რომ აი პერსონაჟი მოიაზრება ზოგადად ადამიანი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი სულიერი თუ სულო საგანი შეიძლება განვიხილოთ კი არა სახეზე გვყავს, როგორც პერსონაჟები, ხო? და ყველაფრის გასულიერება და გაპიროვნება ხდება ნებისმიერი საგნის და არასაგნისაც კი რაღაც აბსტრაქტული ცნების გაპიროვნებასაც კი აკეთებენ ხოლმე იმდენად ესეთი შორს არის წასული ესე ვთქვათ ფანტაზია თვითონ ამის შემქმნელების და ნუ უძველესი პერსონაჟების სახეებზეც რომ გავჩერდეთ ცოტა ხანი ჩემთვის მაგალითად რაც იყო ესე ვთქვათ საყვარელი ისინი ამოვირჩიე ხო ანუ ერთი მახსენდება ხოლმე როცა პერსონაჟებზე ვფიქრობ ყოველთვის ეგვიპტის კედლები რომლებიც ყველამ ვიცით ალბათ და ყველას გვინახავს ესე შორიდან თუ ახლოდან არ ვიცი და ეს აი ერთი სკრინი აქაც მაქვს ახლა ჩასმული კედელზე რომ არიან ის მეომრები, ქურუმები და რაღაცეები ხო ანუ ესენიც პერსონაჟები არიან ანუ რატომღაც ხშირად არის ხოლმე შემთხვევა რომ პერსონაჟზე როცა ლაპარაკობ აუცილებლად წარმოუდგენიათ ხოლმე რომ რაღაცა ძალიან ექშენში უნდა იყოს ეს პერსონაჟი და აუცილებლად უნდა მოძრაობდეს, ლაპარაკობდეს და ასე შემდეგ და რეალურად ანუ ბევრად უფრო ღრმა არის პერსონაჟის გაგება ვიდრე ესე ერთი შეხედვით შეიძლება ავხსნათ. აი ესე უბრალოდ კედელზე დახატული გმირიც კი რომელსაც შეიძლება არც სახელი აქვს, არაფერი არ აქვს, უბრალოდ ნახატია, ეგეც კი უკვე რაღაცა პერსონაჟის შექმნის უძველესი მცდელობები არის ანტიკური ხანიდან და ნუ მეორე აი პირველი უძველესი პერსონაჟები ვინც მახსენდება ხოლმე, ყოველთვის არის მითოლოგიის გმირები, რა თქმა უნდა, ხო? და ნუ განსაკუთრებით ბერძნული მითოლოგიის გმირები, ნუ ეს ესე ჩემთვის სუბიექტურად, თორე შეიძლება ზოგადად ნებისმიერი მითოლოგიის გმირიც მოვიაზროთ პერსონაჟად, ხო, რა თქმა უნდა. და ნუ შემდეგი უკვე გვაქვს ესეთი სლაიდი, რომ სად გვხვდებიან პერსონაჟები, ხო? ანუ აქ კიდე ძალიან ცოტა ის მაქვს გამოტანილი თვითონ ვიზუალი, თუ სად შეიძლება შეგვხვდეს რეალურად ბევრად მეტ ადგილას გვხვდება. ანუ პირველი არის ლიტერატურა, რა თქმა უნდა, სადაც შეიძლება რომ პერსონაჟი შეგვხვდეს და ამაზე ახლა არ ვიცი რა შეიძლება ახალი გითხრათ, ნუ ყველას წაგვიკითხავს წიგნები და ყველამ ვიცით მათი როლი რამდენად მნიშვნელოვანია ამ თუ იმ ნაწარმოებში, ხო? ანუ პერსონაჟის გარეშე ტექსტი ის უკვე მხატვრული ნაწარმოები აღარ არის, ხო? ის შეიძლება ტექსტი იყოს პერსონაჟის გარეშე რაღაც სამეცნიერო ნაშრომი, მაგალითად, მაგრამ ლიტერატურაში როგორც ასეთი მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟის გარეშე არაფერი არ ხდება და არ იქნება, ის არის მთავარი ყოველთვის ყველანაირად. მეორე აუცილებლად რა თქმა უნდა არის კინემატოგრაფია, სადაც პერსონაჟები გვხვდებათ, ანუ ფილმებიც ზუსტად იგივენაირად, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს პერსონაჟის გარეშე, ხო? ფილმი, ანუ ისეთი ფილმებიც მახსენდება, სადაც შეიძლება ორი პერსონაჟი ლაპარაკობდეს საერთოდ მთელი საათნახევრიანი ფილმის განმავლობაში და მეტი არა, მაგრამ იმდენად საინტერესო იყოს და იმდენად რაღაცნაირად დამახასიათებელი, რომ მეტ პერსონაჟს არ ითხოვდეს, ხო? ანუ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად ბევრი იქნება ეს პერსონაჟი თუ ცოტა. მთავარია, როგორ არის პერსონალობა შექმნილი ამისი და რისი თქმა უნდა და თვითონ ამის შემქმნელს, ხო? ამ შემთხვევაში სცენარისტი და რეჟისორი, ვინც ფილმს ქმნის, როდესაც ფილმზე ვლაპარაკობთ და იგივე ძალიან აისახება ნარატივის კეთებაზეც, ანუ ბოლოსკენ მაქვს უკვე ნარატივის შესახებ უშუალოდ რაც გამოგვადგება ჩასმული და მოდით ცოტა მერე გავშლი თვითონ ამ ნაწილს. ნუ მესამე ასევე პერსონაჟებზე რაც მახსენდება ხოლმე არის დრამატურგია, ანუ თეატრი, ხო, ესეც ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების დარგი და ნუ მანდაც პერსონაჟები ქმნიან ფაქტობრივად ყველაფერს, იმიტომ რომ მე რო სპექტაკლზე მივდივარ, სიტყვაზე მივდივარ პერსონაჟების საყურებლად და არა ცარიელი სცენის, ხო, და შესაბამისად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერ ყოფილა ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ დაუშვათ პერსონაჟი არ არის, ესე ვთქვათ, ძლიერად გამოხატული პერსონაჟი, ანუ კარგად ვერ ასრულებს მსახიობი, ან კარგად არ იყო თავიდანვე დაწერილი თვითონ პიესაში ამ პერსონაჟის როლი და ვერ გამოჩნდა, ნუ იქ ბევრი ფაქტორი არის, რატომაც შეიძლება
მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, ხო, პერსონაჟი ყოველთვის მე რაღაცნაირად დანაკლისის შეგრძნება გვიჩდება ხოლმე ამაზე, რომ აი რაღაცა დაგვაკლდა და ასე შემდეგ. და ნუ მეოთხე ყველაზე ისეთი ახლო ასე ვთქვათ ნარატივ დიზაინთან არის გეიმ დიზაინის პერსონაჟები, ხო, ანუ თამაშებში ვინც გვხვდება. და ნუ აქაც შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟის შექმნაზე ძალიან დიდ დროს და რესურსს ხარჯავენ ტექსტუალური კუთხით, ვიზუალურად როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ხშირად ისიც არის, რომ ანუ ხო არის ეგეთი თამაშები, რომ ერთ რაღაცა გმირს შეიძლება რამდენიმე სახასიათო სახე ჰქონდეს, ანუ რამდენიმე პერსონალობა ჰქონდეს. ასეთი შემთხვევაც კი არის, ამიტომ თამაშებში ძალიან ისეთი წინ წამოწეული არის ეს პერსონაჟის თემა. განსაკუთრებით ისეთ თამაშებში, სადაც მეტი ნარატივი არის, ანუ არის თამაშები რაღაცა ცოტა ისეთი მარტივი და სწორხაზოვანი, არის თამაშები, სადაც მთელი ისტორიები არის ჩადებული და აი ტურიდან ტურამდე რაღაცა სერიალებით არის ერთგვარი და შესაბამისად მსგავსი ტიპის თამაშებისთვის პერსონაჟს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და აქვე ვიტყვი ბარემ მაშინ, რომ ეს 4 კი ჩამოვთვალეთ ძირითადი, მაგრამ ზოგადად ანუ პერსონაჟი გვხვდება ყველგან და ყველაფერში და კარგად რომ დავუფიქრდეთ, ანუ ჩვენ თვითონაც თითოეული ჩვენგანი თავისებურად პერსონაჟი არის, იმიტომ რომ პერსონაჟი რა არის, ხო, რაღაც ანუ პერსონალობის და ხასიათის მქონე სუბიექტია, ამიტომ თითოეული ჩვენგანიც არის ჩვეულებრივად პერსონაჟი. მათ შორის აქ ახლა გამოვიტანეთ ჩემი ძვირფასი მონალიზა, მაგრამ ამ სლაიდით იმის თქმა მინდოდა, რომ ნებისმიერი ფერწერული ტილო, სადაც გვხვდება რაღაც გაპიროვნება, ასე ვთქვათ, ყველაფერი პერსონაჟი არის. ანუ აქაც იგივე რაც კედლის მხატვრობის მაგალითზე ვთქვი, ხო, შეიძლება არ გვაქვს როგორც ესეთი ნარატივი, ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი რატო ახლა ეს პერსონაჟი სიტყვაზე, ხო, მაგრამ ნუ რეალურად არის. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, თუ ვინმე არ მეთანხმება, შევცლიათ მითხრას, რომ არ მეთანხმება, ოღონდ დამისაბუთოსთან. მაგრამ ნუ რეალურად არის ესეც პერსონაჟი, იმიტომ რომ მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი უკან და ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არ მოსწონს, ვინც ამ ტილოს და არა მარტო ამას, ანუ ზოგადად ტილოს უყურებს, ხო? ხო, და ნუ კიდე ერთი კატეგორია, ასე ვთქვათ, რაც პერსონაჟებზე მინდა აღვნიშნო, არის, რომ არსებობს ანუ ზოგადი პერსონაჟები. და რას ვგულისხმობ ზოგად პერსონაჟებში, ხო, აი, ვიღაცა კონკრეტული სახე და გვარის მქონე კი არა. აი, როგორც აქ მაქვს ახლა ჩამოწერილი, მაგალითად, ნიმფები მითოლოგიაში, ხო, იყვნენ, ანუ მათ რაღაცა ერთი სახელით მაინც და მაინც არ ვიცნობთ, მაგრამ აი ვიცით, რომ იყვნენ მითოლოგიაში ესეთი პერსონაჟები, ნიმფები და მათი სახე, ანუ მე ძალიან ბევრ სხვადასხვა ნაწარმოებში და თუნდაც ფილმში დღემდე არის გამოყენებული. ანუ ეს იგულისხმება ზოგად პერსონაჟებში. იგივე შეიძლება ითქვას ღმერთებზეც, რომლებიც ანუ ყველგან რო ნახოთ რაღაცა სხვადასხვა სახით გვევლინებიან, სხვადასხვა ხასიათით გვევლინებიან, მაგრამ რაღაცა ერთი ისეთი დამახასიათებელი მაინც აქვთ ხოლმე, რაც ამათ ამ თავის რაღაც ღმერთულობას მიანიჭებს, ხო? ასევე გვაქვს ხოლმე ძირითადი კატეგორია პერსონაჟების რაინდები, რომლებიც უფრო შუა საუკუნეებისკენ განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როგორც ნაწარმოებებში, ისე დღევანდელ თანამედროვე ფილმებში, რომლებიც რაინდებზე არის გადაღებული თუნდაც, იგივე თამაშებში და ასე შემდეგ. ასევე არიან სუპერგმირები, ხო, ძალიან ბევრი სუპერგმირი გვყავს, იგივე მარველის გმირები რო ავიღოთ, რამდენი შეიძლება, ხო, რომ ჩამოვთვალოთ, ყველას რაღაცა თავისი მახასიათებელი აქვს, მე ისიც ქვეჯგუფად იყოფა, მაგრამ აი ესეთი ზოგადი სახე, ხო, აი სუპერგმირების რო არის, ანუ ერთი ტიპი მარტო, როგორც წესი არ გვახსენდება, ხო, აი რამდენიმე შეგვიძლია ყოველთვის ჩამოვთვალოთ და არა მაინც და მაინც ერთი, ნუ შეიძლება რომელიღაც ერთი განსაკუთრებით მიყვარს და მომწონს და სხვები ნაკლებად, მაგრამ ხო ხვდებით რა გულისხმობ, ანუ ზოგადი რაღაც ესეთი სახე სუპერგმირი პერსონაჟების ერთი როგორც ასეთი არ არის, ანუ ბევრი არის. ასევე არის სუპერჭკვიანები, აი ყველაზე ესეთი ჭკვიანი და ბრძენი ტიპები რო არიან ხოლმე და
თითქმის ყოველთვის და ყველგან რომ არის ერთი ასეთი პერსონაჟი. ესეთი ტიპები, რობოტები კიდევ მე-20 საუკუნიდან მოყოლებული უკვე ძალიან აქტიურ პერსონაჟებად იქცევიან და თვითონ ესე ცალკე გამოვიტანე მაინც ამ ყველაფერს რაც უკვე ჩამოვთვალეთ ანიმაცია ზოგადად აერთიანებს თვითონ როგორც ჟანრი. მაგრამ ანიმაციის გმირები მაინც ცალკე ჩავსვი, იმიტომ რომ განსხვავდებიან ყველა სხვა ჟანრის გმირებისგან და რაღაცნაირად თავიანთ სხვანაირ პერსონალობას ქმნიან ყოველთვის. ანუ რაღაცეები კი რა თქმა უნდა ემთხვევა და ძალიან ბევრი რამე, მაგრამ მაინც ანიმაციის გმირები ცოტა სხვა ტიპები არიან ხოლმე და იქაც აი თუ დააკვირდებით წეღან რომელიღაცა მახსენეთ ავატარი ხო ანიმე და ძალიან ხშირად შეამჩნევთ იმასაც რომ განსხვავდება სრულიად სხვა სპეციფიკა აქვს ანიმეს ნარატივს ზოგადად, ანუ აბსოლუტურად განსხვავებულია. ვიზუალურად ხო არის და არის განსხვავებული, მაგრამ მისი თხრობაც აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ჩვეულებრივი მულტფილმები, აი დისნეის მულტფილმები იგივე, რასაც მიჩვეულები ვართ, ხო? სულ სხვა არის და პერსონაჟებიც ცოტა სხვანაირი ტიპები არიან. აი რაღაცნაირად თუ გენდომებათ მე ჩვენთან ჯგუფში შეგვიძლია ჩავშალოთ ამაზე და რაღაც მაგალითები გავუზიაროთ ერთმანეთს, ხო? ანუ ეხლა ლექციაზე ესეც ძალიან ზედმეტად ყველა დეტალი არ ჩავშალე, მაგრამ რეალურად ანუ თუ დააკვირდებით ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ანიმაცია და ანიმეები ერთმანეთისაგან. მარ ბარბარეს აქვს მოწერილი, რომ ეგ პერსონაჟები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ სულ ჩუმად არიანო და მე ბოლოსკენო ყველაზე მაგარ რაღაცას აკეთებენო რა, მთავარ პერსონაჟსაც კი სჯობიანო. კი, როგორც წესი, ეგრე არის ხოლმე. ეგ არის ხოლმე ერთგვარი კლიშე ზოგადად და იმ რაღაცა პერსონაჟებში, რომ აი რა ვიღაცა ტიპი, რომელიც მთელი ფილმის თუ რაღაცა მთელი წიგნის განმავლობაში შედარებით წყნარია, რაღაცა ბევრს არ ლაპარაკობს, რაღაც ესეთი თავისთვის არის თითქოს მორიდებული, მე ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე ორი განვითარება აქვს ხოლმე როგორც წესი რა. ან აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე ჭკვიანი და ისეთი გმირი ტიპი, გმირის არქეტიპს რომელიც რაღაცნაირად არჩენს შემდეგ, ან კიდევ პირიქით, შეიძლება ან თუ ცოტა ესეთი ძაფსიუჟეტიანია, შეიძლება აღმოჩნდეს ხოლმე, რომ ყველაზე ბოროტი ტიპი ეგ იყო და ამ დროს ყველაზე ცხვრის ტყავში იყო ხოლმე დამალული, ესე ვთქვათ რა. ანუ ძირითადად ორი ესეთი კლიშეები არსებობს ხოლმე და მაგ კლიშეებზეც მაქვს ერთ-ერთი სლაიდი ზუსტად გაკეთებული და ჩემთვის ძალიან საინტერესო ფენომენი არის ზოგადად პერსონაჟებს, როცა ვაკვირდები, ეს კლიშირებული პერსონაჟები და მაგასაც გავივლით. ხო, და შემდეგზე რომ გავაგრძელოთ, ანუ პერსონაჟები, რომლებიც სახეებს ქმნიან, ხო, აქ ახლა ორი მაგალითი მოვიყვანე მარტო, მაგრამ რეალურად ასეთი შეგვიძლია დავასახელოთ, ალბათ არ ვიცი, ათასობით, იმიტომ რომ რეალურად ანუ ძალიან ბევრი პერსონაჟი არსებობს, ვინც ვიცით, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყვანე, ეს ორი, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ეს ყველა ვიცით, ყველას გვეცოდინებოდა. პირველი არის პრომეთე, ასე ვთქვათ, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და რა იგულისხმება სახის შექმნაში, ხო? ანუ ამ გმირის სახე კი იყო, ანუ თავის დროზე სახელიც აქვს ყველაფერი, ანუ ვიცით მისი ისტორია და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ არის გამოყენებული ამდენი საუკუნის განმავლობაში, ხო? გამოყენებული არის ბევრნაირად, ანუ სახე, პერსონაჟის სახე, რასაც ქვია, სხვა ნაწარმოებების ავტორებმა შემდეგ აიღეს და სახელით შეუცვალეს, რაღაცა ვიზუალურად სხვანაირად გამოიყურება, აბსოლუტურად სხვა ტიპის ისტორიაში ყავთ ჩასმული, მაგრამ მისი სახე აქვს გამოყენებული. ანუ ეს არის ძალიან ხშირად ლიტერატურაში განსაკუთრებით ხშირად გამოყენებული არის, როდესაც ერთი ვიღაცა ისეთი პერსონაჟი იქნება თავის დროზე, რომლის სახესაც მე ძალიან ბევრი ავტორი სხვადასხვანაირად ატრიალებს ხოლმე და ძალიან საინტერესო ფენომენი არის მოკლედ, ხო? მეორე, ანუ სანტას სახეც, ახლა სანტა ყველგან სანტაა, ხო და რაღაცა, მაგრამ ანუ ესეც ჩავსვი მაინც, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ანუ
ყველა ფილმში შეიძლება იყოს გამოყენებული, ყველა ნაწარმოებში შეიძლება იყოს ნახსენები, ხო? ანუ სადაც კი ახალ წელზე ან რამე მსგავსზე საუბარი არის, ყოველთვის ყველგან მოიაზრება. და ამიტომაც არის ესეთი დიდი სახე, ასე ვთქვათ, აი ამის ახსნა მინდა, რომ არსებობენ იმდენად რაღაცა დიდი პერსონაჟები, რომლებიც შემდეგ შეიძლება რომ უამრავი ვარიაციით სრულიად სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებში ჩასვა და წარმატებით გამოიყენო შენს შემოქმედებაში, ასე ვთქვათ. და ნუ მე არის უკვე ამის შემდეგ ცნობილი პერსონაჟები, ხო? სადაც უკვე აი კონკრეტულ პერსონაჟებს ვეძახი მე ამას, ხო? აქაც ალბათ, რა ვიცი, თითოეული ჩვენგანი ახლა რომ დავდგეთ და გავიხსენოთ ესე პერსონაჟები, მინიმუმ ალბათ 5 მაინც თითოეულ ჩვენგანს გაგვახსენდება, ხო? ნუ აქ ისე უბრალოდ მაგალითისთვის გამოვიტანე ერთი მიკი მაუსის პერსონაჟი, ხო, ანუ ესეთი ცნობილი დისნეის სახე, ესე ვთქვათ, რომ მიკი მაუსი არის ჰარი პოტერი პერსონაჟი, ესეთი კონკრეტული პერსონაჟი, რომელიც განსხვავებით იმ წინა სლაიდისგან, ანუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ესე რაღაცა სხვადასხვა იმაში ვარიაციით ნაწარმოებში არ არის გამოყენებული, მაგრამ იმდენად ძლიერი სახეა, რომ ანუ რაღაცა თავისი მიმართულება აქვს და ასე შემდეგ. და იგივე რობინ ჰუდის პერსონაჟიც ზუსტად ანალოგიურად, როგორც წინა ორი შემთხვევაში შეგვიძლია რომ მოვიაზროთ. და ნუ პერსონაჟ მეიკერები რაღაცა ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ერთი სიტყვით მინდოდა რომ მეთქვა და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე უკეთესი. თუ მოიფიქრებთ, მითხარით. ანუ ვინ ქმნის პერსონაჟს, ხო, ის ადამიანები, ვინც ძალიან ცნობილი და ლეგენდარული შეიძლება ითქვას პერსონაჟები შექმნეს. ნუ პირველი სურათზე ვისაც ხედავთ არის Walt Disney, რომელმაც ვიცით დამსახურებაც აქვს და ახლა ძალიან ბევრს ამაზე არ ვილაპარაკებ. და ნუ შექმნა რეალურად მართლა მთელი სამყარო პერსონაჟების, ხო, რომლებიც ბავშვებისთვის შეიძლება ითვლება რომ არის, მაგრამ რეალურად მარტო ბავშვებმა არ იციან, ხო, ყველამ ვიცით და ყველასთვის რაღაცნაირად საყვარელი დადებით თუ არ ყოფითი გმირები არიან დისნეის პერსონაჟები. ამიტომაც, როდესაც გამორჩეულ პერსონაჟ მეიკერებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ჩემი აზრით, რომ Walt Disney-ის გარეშე გავატაროთ ეს ამბავი. და ნუ მიუხედავად იმისა, რომ აქაც ასევე ბევრი არიან მსგავსი ადამიანები, კიდევ ესეთი ყველაზე ცნობილი რაც შეიძლებოდა რომ გამხსენებოდა, იყო ტომი და ჯერის ისევ შემქმნელები, ხო? ანუ უილიამ ჰანა და ჯოზეფ ბარბერა, რომლებსაც რეალურად ანუ სხვა ბევრი ესეთი საკულტო ანიმაციაც აქვთ შექმნილი, მაგრამ ნუ რაღაცნაირად პირველ რიგში ალბათ მაინც ყოველთვის ამათთან ამ ორ გმირთან ასოცირდება ხოლმე, ხო? და შემდეგში გვაქვს უკვე აი წეღან რაც ვახსენე და აქაც თუ ჩამერთვებით და რაღაცა მსგავს მაგალითებს გაიხსენებთ, ძალიან კარგი იქნება, რომ კლიშირებული პერსონაჟები რაც არის, და ერთგვარი კლიშეები და ნუ მაგალითად ყველაზე მეტად მე რასაც ვაკვირდები, ანუ ყველგან არის ესეთი, ყველა ტიპის ჟანრში არის. მაგრამ უმეტესად საშინელებათა ჟანრში და ეგრეთ წოდებულ ჰორორებში მხდება ხოლმე, აი ესეთ რაღაცა კლიშეები ძალიან სასაცილომდე მისული ხანდახან და ნუ აი რამდენიმე მაგალითი ჩავსვი ესეთი რომ ერთი არის ინგლისურად ქვია, ქართულად არ ვიცი როგორ ვთქვა მოკლედ, მაგრამ ინგლისურად ქვია The Final Girl, ანუ ერთი გოგო, რომელიც საშინელებათა ფილმის ჟანრში ბოლოს ყოველთვის გამარჯვებული რჩება, გამარჯვებული როგორ, ანუ ყველა და ყველაფერი იხოცება ფილმში და ბოლოს რა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი თავგადასავალი ამას აქვს და ყველაზე მეტი უბედურება ამას გადაწყდება ხოლმე თავს, ბოლოს რაღაცნაირად მაინც ამარცხებს ამ ბოროტებას, ვინც იქნება საშინელებათა ფილმში გამოყენებული და ანუ არის ყოველთვის გამარჯვებული. ეს არის, ასე ვთქვათ, კლიშირებული პერსონაჟი. ან თითქმის ყველა ჰორორში ერთი ასეთი მაინც გვხდება აუცილებლად და ძირითადად რატომღაც არ ვიცი, მაგრამ არიან ხოლმე გოგოები, ეს პერსონაჟები თუ კარგად დააკვირდებით.
ასევე კლიშეები არის ძალიან ხშირად ის, რომ რაღაცა ახალგაზრდების გუნდი, ამაზეც შეიძლება არ იყავით ძალიან დაკვირვებული, მაგრამ ახლა როდესაც გეტყვით, გაგახსენდებათ, ვისაც გინახავთ რამდენიმე ფილმი მაინც ამ ჟანრში, რომ მაგალითად არის რაღაც ესეთი ახალგაზრდების გუნდი, რომლებიც სადღაც მიდიან, დროს ატარებენ, ერთობიან და რაღაცა ყველა არის რაღაცა ცოტა ისეთი ქარაფშუტო, მოსულელო ტიპი, რაღაცა აი ესეთი ყველა ერთმანეთის მსგავსია ხოლმე რაღაცნაირად, რაღაცა ჯგუფია ხოლმე ესეთი და მერე აღმოჩნდება, რომ რაღაცა ესეთი დაატყდათ თავს და იქ იკვეთება უფრო მეტად უკვე რაღაცა რო განვითარდება ერთი მოვლენა, ხო? მერე იქ იკვეთება ხოლმე თითოეული ამ ჯგუფიდან როგორი პერსონაჟი არის, ანუ განსხვავებას მათ შორის თავიდან იმდენად ვერ ხედავ, რამდენადაც უკვე მერე, როდესაც ეს რაღაცა პირველი ესეთი შემთხვევა მოხდება ხოლმე ფილმში. ანუ მეორე კლიშირებული პერსონაჟების ტიპაჟი არის ეს, ანუ ახალგაზრდების ესეთი ჯგუფები და კიდევ არის ხოლმე ძირითადად ბავშვები ამ ჰორორებში, ანუ ძალიან საინტერესო ფენომენია რაღაცნაირად, რომ ძალიან ხშირად არიან გამოყენებული ბავშვები, როგორც ბოროტი პერსონაჟები და ერთ-ერთი აი კარგად რომ გადავავლე მე თვალი როცა ამ პრეზენტაციას ვაწყობდი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი ჰორორ ფილმები სწორედ ისინია, სადაც ბავშვები არიან მთავარ როლში და სადაც ბავშვების ირგვლივ ხდება რაღაც ესეთი ცუდი მოვლენა, ხო, ამ შემთხვევაში, რადგან საშინელებათა ჟანრზე ვლაპარაკობთ. Ну, ხო, პრინციპში მე თვითონ რაც მინდოდა რომ უშუალოდ ამ კლიშეებზე მეთქვა, ეს იყო თქვენ თუ გახსენდებათ რამე მსგავსი, შეგიძლიათ მითხრათ, ანუ აი ამ კლიშეების გარშემო თუ არა და შემდეგ გადავიდეთ უკვე მომდევნო სლაიდზე და გავაგრძელოთ. არის ვინმე თუ დუმილია? აი თუ დუმილია. ხო, ანუ კითხვა და რაღაც ალბათ არა აქვს ჩატში რაღაცებს. იწერებიან, მაგრამ ისეც არა, რომ გავახმოვანო და კითხვა არ არის. ჩატში რას იწერებით, როცა მე ლექციას ვატარ? თემატურს. თემატურს. კი. კი ბატონო. და აქ უკვე, რა ვიცი, პირდაპირ უნდა ჩაერთოთ, იმიტომ რომ ესეთი კითხვა მაქვს ყველასთან მართლა, რომ აი რა განასხვავებთ თქვენი აზრით სხვადასხვა ჟანრის პერსონაჟებს ერთმანეთისგან? აი ხო არის რაღაცა, როგორ შეიძლება რომ ჟანრმა განასხვავოს ერთმანეთისგან პერსონაჟი? აბა. არქეტიპი. მე მგონი აბა გისმენთ. ვიღაცა ბევრს უნდა და რაღაცის თქმა და უცებ აღარავის რო აღარ. ერთმა თქვა არქეტიპებიო გავიდე. რებიო? არქეტიპები. არქეტიპები. კი ბატონო. თვითმიზანი ალბათო გვანცამ დაწერა. ანუ ვიზუალურადაც შეიძლება რომ განსხვავდებოდნენ ჩაცმულობით, გარეგნობით და ასე შემდეგ. ხო, ანუ აი და უფრო რომ ჩავშალოთ ახლა ის თქმა მინდა იცი რა. ისტორია რომელსაც ქმნიანო ბარბარემ. კი, ნამდვილად კარგია ბარბარე. ანუ კეთილი და ბოროტი პერსონაჟი ესე და შაბლონურად რო ავიღოთ, ხო? შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველანაირი ჟანრის ლიტერატურაშიც და ფილმშიც და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად, ანუ იმის და მიხედვით, მართლაც, ანუ ისტორიის მიხედვით არიან განსხვავებულები და აი ჩვენი ნარატივის შემთხვევაში არის ზუსტად აი ერთი-ერთში, აი ზუსტად მაგის მოსმენა მინდოდა და იმიტომ დავსვი ეს კითხვა, რომ ერთი-ერთში ვითვალისწინებთ იმ ისტორიას და ფონს, რაც შემდეგ პერსონაჟის ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ანუ ამაზე მოდი ნარატივის თემაზე რომ გადავალ, მერე კიდევ უფრო კარგად ვისაუბროთ. აი ისე ეგ არის კი, ნამდვილად. ისტორია განასხვავებს ყველაზე ხშირად და ის თემატიკა, ხო, რომელსაც წარმოადგენს ამა თუ იმ ნაწარმოებში. და როგორი პერსონაჟები არსებობენ ესეც რომ ვიცოდეთ, ანუ ხუთი ძირითადი ტიპი არის ესეთი. ეს არის პროტაგონისტი, როგორც ეძახიან ხოლმე და მთავარი გმირი მოიაზრება ამაში, როდესაც ნაწარმოებს ყავს თავისი გმირი, ხო, ესეთი მთავარი, ვინც არის ყველაზე მეტი აქცენტი, ვიზეც კეთდება. ასევე არის მეორე ტიპის გმირი, რომელიც არის ანტაგონისტი, ესე ვთქვათ, და ეს არის პირველის საწინააღმდეგო, როგორც წესი,
და არსებობს ასევე მეორეხარისხოვანი გმირი, რომელსაც შეიძლება რაღაცნაირად ნაკლები როლი აქვს ხოლმე ნაწარმოებში, ხო, მაგრამ რეალურად მთავარი გმირი, როგორც ასეთი მეორეხარისხოვანი გმირის გარეშე თითქოს არ არსებობს ხოლმე. აი თითქოს იმ მთავარ გმირს ავსებს ეს მეორეხარისხოვანი გმირი. ასევე მეოთხე ტიპაჟად მოიაზრებენ, რომ არის რომანტიკოსი გმირი და ამ რომანტიკოს გმირში ისე არ გაიგოთ, რომ მაინც და მაინც შეყვარებული ტიპი იგულისხმება. ანუ რას გულისხმობენ პერსონაჟის რომანტიკულ ტიპში, მაგაზეც გეტყვით 1-2 წინადადებით, რომ მაგალითად აი ჰერში რომ ვნახეთ თეოდორი, ხო? ყველა ვნახეთ ეს ფილმი. აი ეგ არის, ხო? აი რაღაცა სევდიანი ტიპი, რაღაცნაირად ისეთი აი ცხოვრებაზე დაფიქრებული ტიპი და ასე შემდეგ, ხო? აი ყველა რომანტიკოს ტიპში მსგავსი ტიპაჟები მოიაზრებიან. ნუ მათ შორის იგივე თავიდან თქვი შეყვარებული ტიპებიც და ასე შემდეგ. და ნუ არის მეხუთე კატეგორია კიდე, ნუ ძირითადად ამ 5 კატეგორიად ყოფენ პერსონაჟებს, მენტორის კატეგორია და ეს არის იცით რომელი, აი მაგალითად აი ესეც მე პირადად განსაკუთრებით ფილმებში შემიმჩნევია ხოლმე უფრო ფილმის პერსონაჟებში, რომ ძალიან ხშირად ყველგან რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ უმეტესობაში, როდესაც რაღაცა ცოტა ისეთი ფილმია, ყოველთვის არის ერთი ვიღაცა ისეთი უფროსი, ანუ სიტყვაზე ახალგაზრდების რაღაცა ჯგუფი ხო არის პერსონაჟები და ყოველთვის ყავთ ვიღაცა ერთი ისეთი ცოტა შუახნის ან ასაკიანი ტიპი, რომელიც რაღაცა ბრძენი ტიპი არის და ამათ რაღაცა ბოლოს ისეთ საკვანძო დარიგებას აძლევს, ან შეიძლება მაინც და მაინც ბოლოს არ იყოს, მაგრამ ძირითადად ბოლოს არის ხოლმე, რომელიც რაღაცნაირად ასწავლის ამას და რაღაცეებში ეხმარება. ანუ მენტორი ტიპი ქვია, როგორც წესი ამას, ანუ ყველგან არის ხოლმე ერთი ესეთი პერსონაჟი თითქმის, რომელიც რაღაცა თავისი აი სუპერ ჭკვიანებზე, რა ვთქვი, აი დაახლოებით შეიძლება მანდეთ წავიდეთ და აი მსგავს ტიპად წარმოვიდგინოთ. მოკლედ, მთლიანობაში რო შევაჯამო, პერსონაჟები იყოფა ამ 5 ძირითად ჯგუფად. და ნუ მე უკვე გაპიროვნებაზე რომ წავიდეთ, ესეც არის ზოგადად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვრული სახე არის ლიტერატურაზე რომ გადავიდეთ ისევ, ხო, ანუ გაპიროვნება, რომელიც ძალიან ბევრი და მრავლად გვაქვს თვითონ ქართულ ლიტერატურაშიც, ხო, ახლა ზუსტად ვიცი, კითხვა რომ დავსვა ვინ გახსენდებათ გაპიროვნებაზე, რომელი მწერალი მეთქი, ეჭვიც არ მეპარება რომ მეტყვით იმას, ვინც მე მახსენდება ყოველთვის პირველი. ვაჟაფშაველა? კი. აუცილებლად, ხო, ანუ რა თქმა უნდა, ეს მხატვრული ხერხი ბევრ სხვა მწერალსაც აქვს გამოყენებული ქართულს, ხო? მაგრამ ნუ შეიძლება ითქვას ერთგვარი ფუძემდებელი ტიპიც არის ამ კუთხით, რა, იმდენად ყველაფერი ალაპარაკა, რის ალაპარაკებაც მანამდე შეიძლება ვერც კი წარმოედგინათ, რომ ნამდვილად, როდესაც გაპიროვნებაზე, როგორც ლიტერატურულ ნიშანზე ვსაუბრობთ, ქართულ რეალობაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვახსენდება ალბათ ეს მწერალი, რომელმაც მართლა იდეალურად გააკეთა ეს ყველაფერი. და ნუ ისიც რო ვთქვათ, რომ აი ზღაპრებიდან მოყოლებული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ზღაპრებიდან მოყოლებული, ხვდებით თვითონ ამ მხატვრულ ხერხს, ხო, გაპიროვნების და რა შუაშია ასევე დღეს ჩვენთან ეს ყველაფერი, ჩვენს დღევანდელობასთან, ხო? იმ შუაშია, რომ აქაც აი რაღაცა თამაშიდან მაქვს ახლა ამოღებული ეს სურათი. ჩემმა ბავშვმა მაპოვნინა ერთ-ერთი თამაშის, რომელსაც თამაშობს, ანუ ყვავილი მცენარე არის, რომელიც ლაპარაკობს და რაღაცებს აკეთებს, ანუ თავისი როლი და დანიშნულება აქვს, ხო? და ანუ თამაშების დიზაინი ზოგადად, ანუ თამაშების ინდუსტრია დღესდღეობით ძალიან აქტუალურად იყენებს აი ამ გაპიროვნებას, იმიტომ რომ პერსონაჟის სახით, ნუ არ ვიცი, ხილბოსტნეულიდან დაწყებული, მაგიდებით და სკამებით დამთავრებული, ახლა ესე უხეშად რო ავიღოთ, ყველაფერი გვხდება. და ნუ იგივენაირად ანიმაციაში ხდება, ხო? ანუ მულტფილმებში, როდესაც ვუყურებთ, იქაც რაღაცა იმდენად ჯადოსნურია სამყაროა შექმნილი, რომ ყველაფერი ლაპარაკობს და მე პირადად როდესაც მულტფილმზე ვფიქრობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან შეიძლება მსგავსი შეგვხვდეს, აი აბსოლუტურად ყველა მულტფილმში, ყველაზე მეტად მაინც აი ის სცენა მახსენდება ხოლმე, ურჩხულ და ლამაზმანში, რომ ყველაფერი ლაპარაკობს იმ სასახლეში, ანუ სანთლიდან დაწყებული, კარადით და ცოცხლით დამთავრებული, ანუ მართლა ძალიან საყვარელი და ესეთი
კარგი ეპიზოდი არის. აუ, ნამდვილად და ის მახსენდება ეს რო არის ჭიქები და ისინი რო არიან შვილები, აი ყველაზე საყვარელი პერსონაჟები არიან, მე მგონი ჩემთვის, დედა რო ყავს. იმდენად გადაწყვეტილება შემოაქვთ, რომ მაგათ გარეშე ეგ მულტფილმი საერთოდ რა იქნებოდა, ვერ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა საყვარელი ისეთი რომანტიკული ისტორიაა, ხო? მაგრამ აი წარმოიდგინე ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, რამდენად ბევრი რაღაც დააკლდებოდა, ასე ვთქვათ და ნუ ეს ახლა ერთი მაგალითი გამახსენდა, უბრალოდ მე ძალიან მიყვარს ბავშვობიდან, თორე ბევრი მსგავსი იგივე ელისის საოცრებათა ქვეყანაში რო ავიღოთ, ან არ ვიცი, მერი პოპინსი თუ სხვა და სხვა, ყველგან შეგხვდება მსგავსი ტიპის გაპიროვნების მაგალითები და ნუ ძალიან მაგარია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე თვითონ შემოქმედები ამას აკეთებენ. და ნუ ცოტა უკვე აქეთკენ ჩვენს საქმეზე რო წამოვიდეთ და გადავიდეთ, ანუ პერსონაჟები თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებში როგორ გამოიყენება და საერთოდ რა დანიშნულება აქვთ, ხო? და ვინ მუშაობს პირველ რიგში ამ რაღაცებზე, ამით რომ დავიწყოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინერს, ოღონდ ჩვენ ნარატივ დიზაინერს კი არა, ჯერ მაგას მივალ მაგამდეც. ანუ გრაფიკულ დიზაინს გულისხმობ რა, ანუ პერსონაჟის შექმნაში მისი როლი არის, რა ვიცი, საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ რაც არ უნდა დაწერო, რაც არ უნდა დღესდღეობით მით უმეტეს, ისეთი ტენდენციაა წამოსული, რომ ნებისმიერ, აი თუნდაც სოციმედიაზეც გქონდა ხო ჩვენ ერთ-ერთი ლექცია და იქ რომ რაღაცა პოსტებს წერთ, ანუ კარგად რომ გადავხედოთ გვერდებს, თუ რაღაცა გარკვეული ვიზუალიც არ მოხვება ხოლმე ამ გვერდს, რაღაცნაირად არ მოგწონს, ხო? ამიტომ ესეთი ტენდენციაა დღესდღეობით, რომ აუცილებლად ეს ვიზუალური კომუნიკაცია არის ფაქტობრივად პირველ ადგილზე. მათ შორის იგივენაირად პერსონაჟების შექმნის კუთხითაც. პერსონაჟს უბრალოდ ესეთი სახეს ვერ მისცემ, თუ ვიღაცამ ამის ილუსტრირება არ გააკეთა. ამ შემთხვევაში გრაფიკული დიზაინერის როლი ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი. ნუ კიდევ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე ფიქრობს და აი კონცეპტს ვინც იფიქრებს პერსონაჟის, ხო? ანუ ჯერ ხო რაღაცა კონცეპტი უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამას ტექსტუალური ან ვიზუალური სახე მისცეს და ნუ ძირითადად ახლა აი ციფრულ მედია სააგენტოებზე წავედი უფრო და იმიტომ რომ დღესდღეობით ეგ არიან აქტუალურები და ჩვენც მათთან მოგვიწევს თანამშრომლობა ნარატივ დიზაინის კუთხით და ნუ აი არტ დირექტორები ვინც არიან ხოლმე ძირითადად გუნდში, ვისაც მთელი ეს კრეატივი და შემოქმედებითობა აბარია, კონცეპტზე როგორც წესი ეს ადამიანები მუშაობენ. მერე უკვე აუცილებლად მოდის კოპირაიტერი, რომელსაც არ გულისხმობ, როდესაც ამ პერსონაჟის შექმნაზე კოპირაიტერზე ვლაპარაკობ, არ წარმოიდგინოთ, რომ მაინც და მაინც ისევ სოციმედიის განხით ვსაუბრობ. არანაირად, ანუ ნებისმიერი ტექსტის მწერალი, ასე ვთქვათ, რომელიც მსგავსი მიმართულებით მუშაობს, იგივე სარეკლამო გოლისთვის, ვინც ტექსტს ამზადებს, ხო ეგეც კოპირაიტერია და სარეკლამო გოლსაც თავისი პერსონაჟები ყავს, ხო? შესაბამისად, ანუ კოპირაიტერების როლიც ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ნუ რა თქმა უნდა, რეჟისორი, ანუ ისევ ფილმების და იგივე რეკლამების და მსგავსი ვიდეოკლიპების და მსგავსი რაღაცების მაგალითზე რო გავიაროთ, ყველაფერი, ანუ კარგი, შეიქმნა სცენარისტის თუ კოპირაიტერის მიერ პერსონაჟიც შეიქმნა, რაღაცა დაიხატა, ტექსტიც გვაქვს, ისიც გვაქვს, მაგრამ ვინ უნდა გადააქციოს, თუ ფილმის მაგალითზე ვლაპარაკობთ, ან კლიპის მაგალითზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი რეალობაში, ხო? რეალობად ვინ უნდა აქციოს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის რეჟისორის როლი არის ხოლმე გადამწყვეტი და ძალიან ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც რეჟისორს, ასე ვთქვათ, გაუფუჭებია კარგი პერსონაჟი. აი, მე პირადად სცენარისტებისა და რეჟისორებისგან, ვისაც ფილმებზე უმუშავიათ, მომისმენია მსგავსი ისტორიები, რომ პერსონაჟი იყო ძალიან საინტერესოდ დაწერილი სცენარისტის მიერ, სკრიპტში იყო არაჩვეულებრივად წარმოდგენილი, მაგრამ ფილმმა თუ სერიალმა ვერ აჩვენა ეს პერსონაჟი იმ სახით, როგორიც სცენარისტმა ჩაიფიქრა და ეს იყო უმეტესწილად რეჟისორის ბრალიო, ვთქვამთ და მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ რეალურად მართლა ასე არის ხოლმე, ანუ რეჟისორზე ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული. ნუ თვითონ მსახიობზე, ანუ შემსრულებელზეც, რა თქმა უნდა, მაგრამ იცი რა არის, ანუ იმ მსახიობსაც რეჟისორი არჩევს როგორც წესი და მის მითითებებს მიყვება, ამიტომ გვინდა არ გვინდა მეტი პასუხისმგებლობა როგორც წესი მაინც რაღაცნაირად მათ უნდა მივაკისროთ.
და ნუ აი შემდეგი სლაიდი ჯერჯერობით არის ასეთი ცარიელი და მე კი გამოვაჩენ მე ვინ მახსენდება პირველი პერსონაჟები ბრენდებზე როცა ვფიქრობ, მაგრამ აქაც კითხვით მინდა გადმოვიდე, რომ აი გაიხსენეთ ისეთი ბრენდები, რომლებსაც ყავთ პერსონაჟები და აი ვნახოთ მერე დავემთხვევით თუ არა. იმიტომ რომ მეც მყავს. ვენდისი. ვენდისი, კი ბატონო, კიდე კოკა-კოლაც ხო შეიძლება ჩავთვალოთ, ნუ სანტა ყავს პერსონაჟად არჩეული როგორც ასეთი. კოკა-კოლა. ლეისიო თორნიკე. ვერსაჩე. ვერსაჩეს პერსონაჟი არ მახსენდება სიმართლე. მე მგონი უფრო პერსონაჟები ყავს, ანუ ძალიან ბევრი პერსონაჟები ყავს, უფრო რაღაცა სახიობები ყავს. რაღაცა სიცი, აი მოდი ერთს გავხსნი ჩემსას. აი მაგალითად ანუ ნესკვიკზე როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე, არ შეიძლება ამ კურთხლის გარეშე წარმოიდგინო, ხო? რაც კი ნესკვიკი არსებობს, ეს საყვარელი გმირი არის მისი სახე და რაღაცნაირად ყოველთვის როდესაც მის რეკლამას ვუყურებთ, აი უბელოდ ესეთ პოსტერს ვუყურებთ ნესკვიკისას, შეიძლება ითქვას, რომ დიდად გემოთი, ასე ვთქვათ, ეს პროდუქცია ნესკვიკის მაინც და მაინც ჩემთვის პირადად სასურველი და საყვარელი არ არის, მაგრამ იმდენად საყვარელი პერსონაჟია ხოლმე ეს და იმდენად საყვარელია ხოლმე თავის რეკლამებში და ასე შემდეგ, რომ რაღაცნაირად ამის გამო მიყვარს ნესკვიკის პროდუქცია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვი, გემო არ მომწონს დიდად. და ნუ მეორე KFC, მარ ლაშამ კინდერი, სოფონ ბარნი და თუნია, ელენე ბაკურიანი, მინი შეფუთვაო. კი ბატონო, მადლობა დიდი, ძალიან კარგი მაგალითები ჩამოთვალეთ და ნუ მეორეც ასევე ჩემს მეორეს გაგიზიარებთ M&M-ს რა, ანუ როდესაც M&M-ზე ვფიქრობთ, ალბათ აი ამ ორი ტანდემის გარეშე ალბათ M&M-ს არავის არ წარმოუდგენია და მართლა ნუ რაღაცა ძალიან საყვარელი და კარგი გმირები არიან ბრენდების როგორც ესენი, ასევე ისინი რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ზოგადად ყველა, ხო? ანუ აი, რა ვიცი, მე არ მახსენდება რომელიმე ისეთი ცნობილი ბრენდი. თქვენ თუ გაგახსენდებათ, პირიქით გამიხარდება, იმიტომ რომ მინდოდა რომ რაღაც უარყოფითი მაგალითიც გამხსენებოდა, როცა პრეზენტაციას ვაწყობდი, მაგრამ რაღაცნაირად იგივე ვენდისიც თუ ნებისმიერი სხვა ხო, მაკდონალდსის ის ჯამბაზუკა თუ რაც ქვია, მოკლედ ყველა რაღაცა წარმატებული პერსონაჟი არის, იმიტომ რომ ბრენდის სახე ნამდვილად შექმნეს და დადებითად დაამახსოვრეს მომხმარებელს თავი. ამიტომ მე რაღაც ისეთი ცუდი პერსონაჟი დიდად არ მახსენდება. ერთადერთი აი ამ წამს უცებ გამახსენდა, რატომღაც არის ხოლმე აი ცუდი პერსონაჟები, ოღონდ თავისებურად ეგენით საყვარლები არიან რა. წამლების, ხველების წამლების რეკლამებში რომ პარაზიტებს და რაღაცებს აჩვენებენ ხოლმე, აი ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ აი ეგენი არ მიყვარს დიდად და რაღაცნაირად, ანუ ეგეც იმიტომ რომ თავიანთი ჩინაარსიდან გამომდინარე, თორე ის რომ აი ბრენდს ყავდა ისეთი პერსონაჟი, რომელიც სიტყვაზე მის არქეტიპს არ შეეფერებოდა ან რამე მსგავსი, აი ესეთ დიდ და ცნობილ ბრენდებზე არ მახსენდება, ანუ ყველასი თავისებურად მომწონს. შეიძლება ჩემი გამორჩეული მყავს რაღაც, მაგრამ თავისი საქმეს ყოველ შემთხვევაში ყველა აკეთებს ხოლმე. და ნუ მივადექით როგორც იქნა ნარატივ დიზაინსაც და რა ხდება აქეთ უკვე ჩვენთან, ანუ პერსონაჟსა და ნარატივ დიზაინზე, როდესაც ვლაპარაკობთ და ნუ დავიწყოთ აქაც ისევ პატარა თეორიით, ესე ვთქვათ. რომ ანუ ჩატბოტის პერსონა იქნება პრინციპში იმავე მახასიათებლებით, როგორც ფილმის პერსონაჟი. ანუ მისი პერსონალობის შემადგენელი ნაწილი არის ტექსტუალური მხარე, აი ესე უხეშად რომ გავმიჩნოთ, ტექსტუალური და ვიზუალური მხარე. აი ამ ორს უნდა აკმაყოფილებდეს ჩატბოტის პერსონაჟი აუცილებლად და აქვე რაღაცნაირად უცებ გამახსენდა ერთი ასეთი ისტორია ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით და ბარემ ამასაც გაგიზიარებთ, რატომ გავს ფილმის შენებას და ფილმის კეთებას უბრალოდ ამის მაგალითი რომ უფრო კარგად გავიაზროთ. მაგალითად იყო რამდენიმე წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ნარატივ დიზაინშიც ესე ვთქვათ, შედარებით ახალბედა ვიყავი და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტზე მომიწია მუშაობა, სადაც რაღაცა ფილმისთვის წერდით სკრიპტებს.
და როდესაც მიდგა საქმე იმაზე, რომ აი პერსონაჟის შექმნამდე მივედით, ნუ ჯერ დავწერეთ აუთლაინები, ის დავწერეთ, ეს დავწერეთ და ნუ მივიდა საქმე იმაზე, რომ უნდა შევქმნათ პერსონაჟი და აღმოჩნდა, რომ ანუ პირადად ჩემი, აქ რამდენიმე ადამიანი იყო ჯგუფში, ვინც სცენარზე მუშაობდა, მაგრამ პირადად ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე, ასე ვთქვათ, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება სკრიპტის წერაზე და ცოტას ვღელავდი და პერსონაჟის შექმნა იყო ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე. ესე გამოვიდა, რომ აი ყველაზე კარგი მახასიათებლებით, როგორიც იმ ფილმს მოუხდებოდა და ასე შემდეგ, პერსონაჟი მოვიფიქრე და ძალიან გამიხარდა, ოღონდ ვერ ვხსნიდი, ანუ მანამდე რაღაც ესეთი ცოდნა ფილმის პერსონაჟის შექმნაზე, ჩემთვის არავის ესე არ მოუწია, არც უნივერსიტეტში მისწავლია სიტყვაზე და არც მიმუშავია მანამდე და აი გამიკვირდა, რომ საიდან, ანუ რატო გავაკეთე, რატომ გავართვი თავი ამას უფრო მეტად, ვიდრე იმ სხვა თასკებს, რაც სცენარის წერას ეხებოდა და მივხვდი, რომ დაახლოებით 9 თუ 10 თვე რომ არის გასული იქიდან, რაც ნარატივ დიზაინში ვარ ზოგადად და უკვე იქ თავიდანვე ან ნარატივ დიზაინში რომ მივედი, პირველივე დღიდან პერსონაჟი, ან პირველი ამოცანა რაც მომცეს იყო, რომ შექმენი პერსონაჟიო და დავიწყე აი რაღაცა ჩემით გამოგონება რაღაცების, მაგრამ მე უკვე თანდათან დაიხვეწა, იქით კონსულტაციები გავიარე იგივე ჩემს სენსეისთან მაშინ და ასე შემდეგ და მოკლედ ეს ყველაფერი ვისწავლე და რატომ ყვები ამას, რომ ფილმის პერსონაჟის შექმნაც აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე მახასიათებლებით და იგივე მონაცემებით ხდება, როგორც ნარატივში ჩეთბოტის პერსონალობას რომ ვქმნით და თუ როგორ ვქმნით, ხო, ამაზეც უკვე გადავიდეთ შემდეგ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ პერსონაჟის სახელი. რაღაცა ახლა რომ გითხრათ, ვაიმე თუ თავიდანვე რა სახელსაც შეურჩევ პროექტის ბოლომდე იმ სახელს თუ არ დაუტოვებ, რამით რაღაცა ქვეყანა დაიქცევა და ცუდი ნარატივ დიზაინერები იქნებით მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. მაგრამ კარგი იქნება თუ თავიდანვე მკვეთრად გვექნება განსაზღვრული, თუ როგორ სახელს ვურჩევთ ამ გმირს, იმიტომ რომ შემდეგ უკვე რაღაცნაირად სახელი, არ ვიცი, რაღაც თავისი მაგიური ძალა აქვს ხოლმე რა, არც კი ვიცი როგორ უნდა ავხსნა სიტყვებით, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ანუ დამერწმუნეთ სახელს რომ მოიფიქრებთ თავიდან სწორად, რა თქმა უნდა თემატურობის მიხედვით, ანუ როგორც უნდა გაითვალისწინოთ ის თემა, რა თემაზეც ჩეთბოტს აკეთებთ, ანუ სახელი არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორად დაარქვათ. და თუ ასევე იმასაც აღნიშნავ, რომ თუ თვითონ ანუ კეთების პროცესში, რა უკვე ჩაშვებულ პროექტზე მე ხო ვერ შეუცვლი სახელს, ამიტომ სანამ ჩაუშვებთ, მანამდე კარგად იფიქრეთ ხოლმე ამაზე, იმიტომ რომ უშუალოდ ნარატივის კეთების პროცესში ბევრჯერ შეიძლება მიხვდეთ იმას, რომ არასწორი სახელი დაარქვით და აი მე და თამთასაც გქონია ასეთი გამოცდილება, რომ თავიდან სულ სხვა სახელი დავარქვით, რაღაცა ჯგუფიც კი გქონდა უკვე იმ ჩეთბოტის სახელით გაკეთებული და მე ერთი თვის მერე ავდექით და გადავარქვით. ნუ ჯერ არ იყო ოღონდ ჩაშვებული სახალხოდრა, იმიტომ რომ სივრცე 19-ზე იყო თამთა თუ გახსოვს. სულ სხვა სახელი ერქვა, რომელიც ძალიან მოგწონდა. აი ერთი თვის განმავლობაში ისე მუშაობდით, რომ ძალიან მოგწონდა და მე უცებ მივხვდით, რომ რაღაცა არ არის რიგზე, ანუ ისეთი ტიპი გაიწერა უკვე დიალოგურ ფორმაში, რომ ის სახელი არ უხდებოდა და უხდებოდა, რომ აი სივრცე 19 ყოფილიყო, ხო? ამიტომ ესეც რაღაცნაირად სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნუ რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც სახელს არჩევთ, ხო, პერსონაჟისთვის. ანუ პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ ჩვენგანის ფანტაზიაზე დამოკიდებული და მე თუ რაღაც სახელი მომწონს, ვიღაც ვერ მომადგება და ესე პირდაპირ უხეშად ვერ მეტყვის, რომ შენაც რატომ მოგწონს, ხო? ნუ რაღაცა ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, მე ასე ვხედავ ამ პერსონაჟს და ეს დავარქვი. ხო, ამიტომ პირველ რიგში ანუ ფანტაზიაზე რა თქმა უნდა ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ფანტაზიის მერე უკვე ხო აუცილებლად გასათვალისწინებელია ხოლმე ვისთვის ვაკეთებთ ამას და ამიტომ ბრენდის სახელიდან გამომდინარე, აი ხშირად აქვთ ხოლმე ესეთი მოთხოვნა, რომ იყოს რაც შეიძლება დაახლოებული იმ კომპანიასთან, ანუ იმდენად განსხვავებული სახელი არ ერქვას, რომ რაღაცნაირად ხალხმა ვერ აღიქვას რა არის საერთოდ, ხო? ანუ რა შუაშია იმასთან. ამიტომ ბრენდის სახელიდან გამომდინარეც აი შეიძლება რაღაცას ერქვას არ ვიცი, რაღაცა სახელი, ბრენდს და მისი ასოების თამაშებით ან რაღაცის დამატებით, მოკლებით დამატებით, რაღაცა სახელი მოიფიქროთ. ასევე შეიძლება იყოს რაღაც ისეთი აბსტრაქტული სახელი
სახელი, ხო, აი რაღაცა პირობითად რაღაც ისეთი ერქვას რა, ცეცხლი ერქვას ან რაღაცა ჰაერი, ხო, ანუ ისევ ამბობ ახლა ძალიან უხეშ მაგალითებს, ანუ რამე ისეთი აბსტრაქტული სახელი შეიძლება იყოს, ოღონდ აუცილებლად კონცეპტთან დაკავშირებული ესეც, ანუ რისთვის ვაკეთებთ ამას, ეს არის გასათვალისწინებელი ყოველთვის და ასევე კარგი არის ხოლმე თუ პერსონაჟების სახელები არის მოკლე და მარტივი რა, ეხლა სიტყვაზე, რა ვიცი, იმას რა ქვია, ჩეთბოტს რო ქვია ანა მარია კლემენტინა სიტყვაზე ვამბობ, ხო? ანუ ამხელა სახელი არ არის მისაღები პირიქით, აი რაც შეიძლება მოკლე, რაც შეიძლება მარტივად გამოსათქმელი და ვიზუალურადაც რომ შეხედავ, ხო ყველგან აწერია ყოველთვის ჩათის ფანჯარაში თავისი სახელი და რაღაცნაირად აი საყვარელი და ისეთი მოკლე უნდა იყოს, მარტივად დასამახსოვრებელი, რომ რატომ? რომ შემდეგ ანუ ძალიან მარტივად გაჭდეს თავში და ნუ ბრენდს ხო ეს აქვს მე რაღაცნაირად თავის ამოცანად, რომ აი მის პერსონაჟს მე ყველა მარტივად ამბობდეს, ყველას ადვილად ამახსოვრდებოდეს და არ იყოს ესე რომ აი ერთხელ ვნახე და მეორე დღეს აღარ მახსოვს. ამიტომ არჩევენ ხოლმე როგორც წესი მოკლე და მარტივ სახელებს და თქვენც ძირითადად ამაში ამ კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოთ, როცა სახელებს შეარჩევთ. შემდეგი უკვე რაც მოდის არის უშუალოდ როგორ ვქმნით ჩათბოტის პერსონალობას და ის რაც სკრიპტების წერასთან დაკავშირებით თქვი, ხო, ანუ აი იგივე რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის პირველ რიგში იქნება მონახაზი და ამ მონახაზის მაგალითსაც გაჩვენებთ როგორი არის. ანუ მონახაზში რა იგულისხმება, რომ დავწეროთ რა თემაზე ვქმნით, დავწეროთ რამდენიმე ვარიანტით შეიძლება გავაკეთოთ, როგორი და როგორი ტიპი შეეფერება ამ თემას, რა შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს მას ნარატიული კუთხით, ანუ შესაძლებლობებს როცა ვამბობ, ფუნქციურად რას უნდა აკეთებდეს, ტექნიკურად ამაზე არ მოგვს საუბარი. უშუალოდ როგორც პერსონაჟს, როგორც მოსაუბრე პიროვნებას, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, რა შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს. მსგავსი რაღაცები იწერება მონახაზში და მონახაზი როგორც წესი არ არის ხოლმე ნახევარ გვერდზე მეტი. არ უნდა იყოს ნახევარ გვერდზე მეტი, ნუ არ შეიძლება, არა, მაგრამ ხო, არ შეიძლება. არ უნდა იყოს მონახაზი ამაზე დიდი. მერე უკვე მოდის უშუალოდ კითხვარი და მე ჩვენს classroom-ში თქვენ დაგიდეთ თუ გახსოვთ თბილისის პერსონალობის კითხვარი, რომელიც გახსნილია ყველასთვის და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეავსოს და უამრავი ადამიანი ავსებს მართლა ყოველდღიურად ძალიან ბევრი ყოველწუთში მომდის ხოლმე რაღაც ნოტიფიკაცია, რომ აი ამან შეავსო, იმან შეავსო, ხო? მსგავსი ტიპის კითხვარები კეთდება ზუსტად ჩათბოტებისთვისაც, ხო? აი მაგალითად ესეთი, რომ აი მან თბილისში კიდე ვინც შეავსეთ არ იყო მაგალითად სახელის ვარიანტი, იმიტომ რომ ნუ ახლა რა უნდა დაარქვა თბილისი, ხო, ისედაც თბილისია. და სახელის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებთ ამ პროექტზე, მაგრამ ზოგადად იწერება ხოლმე ესეთი რომ სახელი ასაკი და შემდეგ უკვე ის მახასიათებლები, რაც იმ კითხვარშიც შეგხვდათ და კიდევ ბევრი სხვა შეიძლება იყოს, ანუ გააჩნია იმ ანუ კითხვარში იცი როგორი კითხვები უნდა ჩაყარო, იმ კონკრეტული პროექტისთვის, შენთვის რა კითხვები არის უპირატესი, რომ პერსონალობა დაგანახოს, ესე ვთქვათ, იმ საერთო სურათში, ესე ვთქვათ, იმ პერსონაჟის. და თუ ვინ ავსებს ამ კითხვარს, ახლა ესეც რომ გავიაროთ, ჩვენ ახლა ეს უბრალოდ იმდენად მასშტაბურ პროექტს ვაკეთებთ, რომ ამიტომ გავაზიარეთ ეს თბილისის კითხვარი და ვუთხარით ყველას ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მომხმარებელს თუ მოქალაქეს თუ ასე შემდეგ, რომ აი აიღეთ, აქ არის კითხვარი და თქვენ შეავსეთ თქვენი წარმოსახვის მიხედვით და ჩვენ მერე ამას ავდგებით და რაღაცა ყველაფერს ხო ვერ შევიტანთ არა რაღაც 200-მდე პასუხი რომ არის ყველას პერსონალობას ვარიაციას როგორ მივცემთ ხო მაგრამ ზუსტად აი მაგაშიც არის აი თქვენც თუ გააკეთებთ ეგეთ რაღაცას რომ სხვას გაუზიარებთ კითხვარს და იმის მიხედვით შეავსებთ ეგ უნდა გაითვალისწინოთ რომ სიტყვაზე თუ გაქვთ 100 სხვადასხვა პასუხი ამ 100 სხვადასხვა პასუხიდან ამოარჩიოთ ყველაზე საინტერესოები და ყველაზე ისეთები რომლებიც თქვენ თვლით რომ თქვენს chatbot-ს ყველაზე მეტად შეეფერება ეს გავრცელების შემთხვევაში, მაგრამ ძირითადად ესე არ კეთდება ხოლმე როგორც წესი, ანუ ვიღაცა უცხო ხალხს, როგორც წესი, პროექტებს მithumetes კერძო პროექტი როცა არის, აი ბრენდთან როცა თანამშრომლობ, ხო? თვითონ რაღაცა ბრენდის მარკეტინგი თუ გეტყვის, რომ აი მე ჩემს მომხმარებელში კითხვარს გავაგზავნი და მას მივანდობ
პერსონაჟის შექმნას. ესეც მოსულა, ასე ვთქვათ და შეიძლება შეთანხმებით, მაგრამ თვითონ შენ ნარატივ დიზაინერს ამის უფლება არ გაქვს, რომ რომელიმე კომპანიის chatbot-ის კითხვარი აიღო და გაუზიარო ხალხს და იმის მიხედვით შეავსო. ანუ შენ იმიტომ ხარ ნარატივ დიზაინერი, რომ შენ უნდა გააკეთო, ანუ კითხვებით შენ უნდა დაწერო და შენ უნდა მოიფიქრო, როგორი ტიპის კითხვები იყოს ამ კითხვაში და პასუხებიც შენ თვითონ უნდა დაუწერო შემდეგ, ანუ მისი პერსონალობა იქმნება ასე. რამე გაუგებარი სხვა არ ვამბობ აი ამ კითხვართან დაკავშირებით, იმიტომ რომ არა, ძალიან კითხვარი არის ყველაზე მთავარი ნარატივში პერსონაჟის შექმნისას. რა, ფაქტობრივად მასზე არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში როგორ პერსონაჟს ქმნი. ამიტომ კითხვარი მინდა რომ გავიგოთ ძალიან კარგად. თან დავალებაც უკვე საგამოცდო მაგათი. იცი რა შეკითხვა მაქვს. აი მაგალითად რაღაც დამკვეთი მყავს და მეუბნება რომ ჩემი რაღაც chatbot-ი მინდა რომ რაღაც პერსონიფიცირებული იყოს, ხო? მე შემიძლია ვკითხო რომ მაგალითად გოგო გინდა რომ იყოს შენი chatbot-ი, ბიჭი გინდა თუ აი კიდევ რამე სხვასაც გულისხმობთ. კი, თვითონ დამკვეთს აუცილებლად ხო, ანუ კარგი კითხვა არის, მაგას აუხსნია ხო ზუსტად. კითხვაზე როცა ვაპარაკობ, მიკროფონი გამორთე, ოღონდ გიხვეწებით. ჩემი ხმა მესმის იქიდან და ვეღარ კონცენტრირებ. მადლობა. კითხვაზე როცა ვლაპარაკობ, ეს კითხვარი არ წარმოიდგინოთ ბრიფი რომ გავაკეთეთ ისეთ კითხვარად, ანუ შენ ამ კითხვარს დამკვეთისთვისაც ქმნი, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში შენთვის და შენი გუნდისთვის ქმნი. ანუ ეს არის როგორი ტიპის კითხვარი, იცი რომ აი შენ უნდა დაგანახოს საბოლოოდ ამ შევსებულმა კითხვარმა, როგორ პერსონაჟს აკეთებ და შენთვის არის პირველ რიგში. მაგალითად, ანუ დაწერე ესე რომ სახელი და რაღაცა რამდენიმე ვარიანტი ჩამოუწერე. მერე დაწერე ასაკი და ჩამოუწერე რამდენიმე სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი. იგივე სქესზე რაც თქვი. ამასაც ჩაწერ და ნუ მიუთითებ 1, 2 ან მესამე არის ხოლმე, ხშირად უწერთ ხოლმე რომ არ აქვს ასაკი, ის სქესი უფრო სწორად რა, იმიტომ რომ ნუ ციფრული არსებაა და საერთოდ არ მოეთხოვება. მეოთხე შეიძლება იყოს ესე პუნქტებად რო გავყვეთ. პერსონაჟის საყვარელი სიმღერა სიტყვაზე და იქაც წერ რამდენიმე ვარიანტს. ანუ შეიძლება ერთი დაწერო მკვეთრად გადაწყვეტილი თუ გაქვს რომ მაინც და მაინც ის უნდა უყვარდეს, მაგრამ უმჯობესია თუ რამდენიმე ვარიანტი დაიწერება. როცა ერთზე მეტი ნარატივ დიზაინერი მუშაობს კითხვაზე, ჩვენთან ანიმაში მაგალითად რამდენიმე ვართ, 4 თუ 5 ვართ. და ყველა ავსებს, ანუ კითხვარი არის ხოლმე ერთი, სიტყვაზე ავიღოთ 20 კითხვიანი კითხვარი და კითხვები არის ხოლმე ყველასთვის საერთო, მაგრამ საერთო ფაილი გვაქვს ხოლმე და მე ჩვენი ფერები გვაქვს ხოლმე რა, ერთმანეთში რო აგვერიოს, რომ აი სიტყვაზე მე ვარდისფრად ვაკეთებ ხოლმე ჩემს მონახაზს, თამთა რაღაცა მწვანედ და ასე შემდეგ დანარჩენების თავის ფერს ირჩევენ ხოლმე და ყველა წერს თავის ვარიანტს. აი როგორი წარმოიდგინა ეს პერსონაჟი, რომელიც ყავს უკვე მონახაზის მიხედვით, რაც მანამდე გავაკეთეთ, ხო? ყველა თავის ვარიანტს წერს და ამ საერთოს მე ვკრებთ, ანუ მე ვხდებით ამას განვიხილავთ და ვიღაცას სიტყვაზე ძალიან კარგი პასუხი უწერია, რაღაცა სიმღერასთან, მუსიკასთან დაკავშირებით იგივე, ვიღაცას ძალიან კარგი პასუხი უწერია დაუშვათ chatbot-ის საყვარელ ფერთან დაკავშირებით, ვიღაცას ძალიან კარგი პასუხი უწერია საყვარელ ნაწარმოების გმირთან დაკავშირებით და აი ასე იკვრება საბოლოოდ ერთიანი ტიპი, რომელიც შემდეგ არის, აი გაძლევს საერთო სურათს, მით უმეტეს, როცა ბევრი მუშაობს, ანუ ერთი თუ აკეთებ ნარატივს, ხო? მაგ შემთხვევაში შედარებით ადვილია, იმიტომ რომ შენზეა დამოკიდებული რა, აი რაღაცა ბრენდის რაღაც მახასიათებლები იცი დაახლოებით და იმის მიხედვით მე პერსონაჟს ურჩევ რა, თუ თვითონ დამკვეთმა რამე არ დაგიწუნა, შენზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ უკვე ერთზე მეტი ნარატივ დიზაინერი მუშაობს გუნდში, იქ უკვე ძალიან უნდა შეთამაშდნენ ერთმანეთთან და ორივეს, აი როგორ უნდა ჰყავდეს, იცი, პერსონაჟი გათავისებული, როგორც აი საკუთარი თავი მართლა. იმიტომ რომ თუ ორივემ ზუსტად ერთნაირად არ გაიგობ ამ პერსონაჟს, როგორი ხასიათი აქვს, როგორი ტონით საუბრობს და ასე შემდეგ, მე ბევრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს უკვე chatbot-ის პასუხებში და გქონია ჩვენც ეგეთი გამოცდილება, რომ
შეგვიდარებია ერთი chatbot-ის, 2 და 3 narrative designer-ის მიერ გაწერილი პასუხები და გვითქვამს, რომ ეს რო ეხლა ამას პასუხობს, ეს ჩემს გაწერილ პასუხს არ გავს და ერთი პერსონაჟის ხასიათს ვეღარ უჩვენებს მომხმარებელს. მომხმარებელს ეგონება ამ პასუხსაც რომ წაიკითხავს და იმ პასუხსაც რომ წაიკითხავს, ეგონება რომ სხვადასხვა ტიპაჟს ელაპარაკება, იმიტომ რომ ეს საერთო ტიპაჟი არ არის. ანუ ამ შემთხვევაში narrative designer-ების გუნდი ხდება ხოლმე ერთიანობა, ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ მე რაღაცა ჩემი წერის მანერა მაქვს და ასე დავწერ და შენი გაქვს და ესე დაწერე, ეს გამოირიცხება ფაქტობრივად უკვე პერსონაჟის შექმნისას. არ შეიძლება ამის გაკეთება, აი ესე მკაცრად შეიძლება ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს, ანუ პერსონაჟს პერსონალობას უნგრევ ფაქტობრივად ამით. და სწორედ ამისთვის არსებობს, აი ეს რომ ავიცილოთ თავიდან, ვერანაირად ვერ გააკეთებ პერსონაჟს თუ აი ეს ფაილი ერთი არ გაქვს, სადაც ყველაფერი გიწერია, როგორი სასაუბრო ტონი აქვს და რა უყვარს და ასე შემდეგ. ამ კითხვარის ნიმუშსაც გაჩვენებ ზუსტად როგორ იწერება. ლიკა მიკითხა კითხვას Google-ის ფორმაში ვაკეთებ თუ რაიმე სხვა სახეც არისო და შენც რო უპასუხო. შეგიძლია უბრალოდ იმაში გააკეთო. პირიქით, ფორმაში საერთოდ არ გიჭირდება მაგის გაკეთება, ანუ ეგ არ არის, როგორც უკვე ვთქვი, ბრიფი, რომელიც კომპანიას უნდა გადაუგზავნო. ეგ არის უშუალოდ შენთვის, ანუ შენ წარმოიდგინო პერსონაჟი როგორი არის. შესაბამისად, უბრალოდ შეიძლება Word-ის ფაილი აიღო და იქ ჩამოწერო ეს ყველაფერი. ხო, და შემდეგი აკვე კითხვარის მერე რა ხდება, რომ პლატფორმაზე მუშაობა ხდება, ხო? და პლატფორმაზე მუშაობაშიც უკვე როგორი პროცესი მიდის? იწყება ჩვეულებრივად კითხვა-პასუხების შეყვანა, რაც უნდა ილაპარაკოს chatbot-მა. და მანამდე სანამ ამას შევიყვანთ, გვაქვს ხოლმე ესე გახსნილი მთელი ეს მონახაზიც, კითხვარიც და რომ არ ამოვვარდეთ იმ საერთო პერსონალობიდან, რომელიც chatbot-ს აქვს, აი ზუსტად წეღან რაზეც ვილაპარაკე, ხო, რომ ხშირად არის, რომ აი ტიპაჟი კი მყავს წარმოდგენილი, მაგრამ რაღაც პასუხს კონკრეტულ რაღაცა დიალოგში, რაღაცა პასუხს მაინც და მაინც ისე არ უწერ, როგორც ეს პერსონაჟი როგორც ამ პერსონაჟს უხდება უფრო სწორად. ამიტომ ყოველთვის აი ეს სამი მომენტი არის ხოლმე ერთად, რომ აი პლატფორმაზე მუშაობისას ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, რაც იმ კითხვაში გიწერია, რაც მონახაზში გიწერია და ასე შემდეგ. ანუ ყოველ საუბარში, ნებისმიერ პასუხში მომხმარებელი უნდა ხვდებოდეს, რომ ერთსა და იმავე ტიპს ელაპარაკება და არა ვიღაცა ქაოტურ ტიპს, რომელსაც პერსონალობა არ გააჩნია. და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაცია, როგორ მოხდება ამისი, რა თქმა უნდა, ეს მარტო ნარატივში კი არა, ნებისმიერ თემაში ესეა, ხო? ნებისმიერ დარგში რომ როგორიც ხასიათით ტექსტუალურად აქვს შექმნილი, ანუ ვერბალურად როგორიც არის პერსონაჟი, გარეგნულადაც როგორც წესი, იმას გავს ხოლმე, ხო? აი იგივე ფილმების მაგალითად რომ გადავიდეთ ისევ, მანდაც ეგრეა, რომ აი რაღაცა თავისი ჩაცმულობით, თავისი რაღაცა ვარცხნილობით და ყველაფრით ტიპაჟი იქმნება ხოლმე, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას და იგივენაირად არის chatbot-ების შემთხვევაში ზუსტად. და შემდეგი უკვე არის chat-ლოგებზე მუშაობა. chat-ლოგები გვაქვს ნახსენები წინა ლექციებზე და ვიცით ხო, რაც არის შემოსული საუბრები, რომლებიც დგება მომხმარებელსა და ბოტებს შორის. მას ქვია chat-ლოგი და ამ chat-ლოგებზე მუშაობითაც კიდევ ერთხელ შეიძლება რაღაცა პატარა, ესეთი ფუნდამენტური ესეთი არა, მაგრამ პატარა რედიზაინები გაუკეთდეს chatbot-ის პერსონალობას და რა კუთხით. მაგალითად, შეიძლება მომხმარებელმა რაღაცა ისეთი მოიწეროს, რაზეც ამისი პასუხი იყოს ძალიან მშრალი. აი, რაღაცა არ შეეფერებოდეს იმ კითხვაზე ეს პასუხი მის ხასიათს და ამის შემდეგ, ანუ chat-ლოგებს რო კითხულობ, ესეც მიმართულებას გაძლევს, რომ აი, ამაზე ესეთი უნდა იყოს, აი, უნას მაგალითზე მე მოგიყვებით კიდევ მერე, მაგრამ აი, ბარემ აქვე რო უფრო კარგად ავხსნა,
როდესაც ამ chatbot-ზე ვმუშაობდი, ხო, აი თავიდან დიდი რაოდენობით რაღაც ესეთი იუმორი არ ჩამიდია. იყო რაღაც ესეთი მსუბუქად მოლაპარაკე ტიპი რო ყოფილიყო, ეგ თავიდანვე გამსაზღვრე, მაგრამ ის რომ რაღაცეებზე შეიძლება ცოტა ეხუმრა, ცოტა ზედმეტადაც კი არ ჩამიდია ნამდვილად, მაგრამ როდესაც უკვე ბევრი ხალხი მოაწყდა ჩაშვების მერე და chat-ლოგებს ვკითხულობდი, მივხვდი რომ თვითონ მომხმარებელმა რაღაცნაირად მოითხოვასავით, აი ესე პირდაპირ კი არ მოითხოვა, მაგრამ თავისი საუბრიდან გამომდინარე მომხმარებელს უჩნდებოდა სურვილი, რომ ამ პერსონაჟს მათთან ცოტა ისეთი ხუმრობებითაც ელაპარაკა, რაღაცა მეტი იუმორი ქონოდა, მეტად ისეთი მსუბუქი და უშუალო ყოფილიყო, ვიდრე მანამდე. ანუ მანამდე ოდნავ კიდევ მძიმე ტიპი იყო რა და გავითვალისწინე ეს და ჩავდე. ასე ხდება ნებისმიერ სხვა პროექტზეც, ანუ ეს ერთი მაგალითი, მაგრამ ნებისმიერ სხვა chatbot-ზე შეიძლება იგივენაირად დაგვჭირდეს, რომ გავაკეთოთ. ანუ გააჩნია აი მომხმარებელი როგორი რაღაც არის იცი ფენომენი, რომ ფაქტობრივად ნარატივ დიზაინში მონაწილეობას იღებს, გვინდა თუ არ გვინდა. სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე და ვამბობდი აქამდეც chatbot-ებზე, რომ აბსოლუტურად დინამიკური პროცესია რა, ანუ ეს არ არის რაღაცა წიგნი, რომელსაც წაიკითხავ და ვერ შეცვლი იქ ვერაფერს, ხო, ანუ მომხმარებელი მთელ ამ პროცესში გინდა არ გინდა ჩართული ყავს და პირდაპირ მათ ენაზე ელაპარაკები და ეს ძალიან კარგი შეგრძნება არის თვითონ ნარატივ დიზაინერისთვისაც და იმ ბიზნესისთვისაც, რომელიც ამ chatbot-ს აწარმოებს, ასე ვთქვათ, ხო, ანუ იმ კომპანიისთვის, ვისის სახით ეს პერსონაჟი არის. ანუ ბოლოს არის უკვე საბოლოო სახე რო ეძლევა, ხო? ანუ chat-ლოგებზეც ეხა რო კი ვთქვი, მაგრამ ესე არ გავიგოთ, რომ სულ უნდა ვცვალოთ რა. ანუ არა, ეს თავიდან საწყის ჩაშვების ეტაპზე უფრო არის ხოლმე, აი პირველი 1-2 თვე მაქსიმუმ. შემდეგ უკვე რაღაცნაირად საბოლოო სახეს იღებს, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება არის, შეიძლება ითქვას და უკვე აქვს ის თავისი ნიშა, რომელიც პირიქით მერე უკვე აღარ უნდა შევცვალოთ და უკვე რაღაც ესეთი პერსონაჟი უნდა იყოს, რომელსაც იცნობს უკვე თავისი მომხმარებელი რა. ანუ საბოლოო სახე ამის მიხედვით უყალიბდება. ხო, და ნუ რა უნდა გავითვალისწინოთ პერსონაჟის შექმნისას, ამაზეც რო ვთქვათ, ხო, ნუ 3 პუნქტი მაქვს და როგორც ალბათ ხედავთ, 3-ვე არის ერთი და იგივე. იმიტომ რომ რეალურად, ანუ რაღაც შეიძლება სიტყვების რახარუხით თავი მომეჩვენებინა, რომ ვითომ ბევრი რაღაც ჩამოვთვალე რა, მაგრამ რეალურად არ არის, ანუ ტყუილი იქნებოდა, იმიტომ რომ რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვისთვის და რისთვის კეთდება. ანუ ეს არის მთავარი. თუ არ ვიცით თავარი კონცეფტი რისთვის ვაკეთებთ, ვერასდროს ვერ გავიგებთ რა პერსონაჟს ვაკეთებთ საერთოდ. რაღაცა აბდაუბდა გამოგვივა. ამიტომ 3-ვე პუნქტი და კიდე 3 და კიდე 3 არის ის, რომ ვიცოდეთ რაღაცას, რასაც ვქმნით, კონკრეტული მიზანი გქონდეს, ვისთვის და რისთვის კეთდება. ეს თუ ძალიან კარგად გვაქვს შესწავლილი და გათავისებული, შემდეგ უკვე პერსონაჟის შექმნა, აი დამერწმუნეთ, მართლა ძალიან მარტივი არის. ყოველთვის შეცდომა მოდის მაშინ, როცა არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული ამას რისთვის ვაკეთებთ და იმ რაღაცას თუ ვიღაცას, ხო, ვისთვისაც ამას ვაკეთებთ, რამდენად უხდება ის, რასაც ჩვენ ვქმნით. აი ეს არის ხოლმე ყველაზე მთავარი. და აქაც არის პატარა ორი ესეთი კლასიფიკაცია, მაინც გამოვიტანე, რომ აი ყველაფერი რაღაცა დეტალურად გავიაროთ, ხო? ანუ chatbot-ი შეიძლება იყოს ბრენდისთვის, ეს ბევრჯერ ველაპარაკეთ ამას და მთელი პირველი ლექციიდან მოყოლებული ვცდილობთ, რომ ამაზე ვიყოთ ორიენტირებულები. და მეორე არის, რომ chatbot-ს ვქმნით ხელოვნებისთვის. chatbot-ს ვქმნით ხელოვნების რაღაც სფეროსთვის, ხო, მაგალითად. და ამ ორ შორის განსხვავება როგორც ასეთი რა არის, რომ ანუ ხელოვნების ტიპაჟი შეიძლება იყოს ცოტა უფრო მეტად თავისუფალი რაღაცეებში, ანუ ხელოვნება ხო ზოგადად ესეთია რა, ანუ რაღაცა თავისუფლებას თუ არ გაძლევს, რაღა ხელოვნებაა მაშინ, ანუ რაღაცა ჩარჩოებს როგორც ესეთი არ გვიწესებს. და ბრენდის შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვები გვაქვს იმ კუთხით, რომ ბრენდმა შეიძლება, ანუ იქ ბრენდის უკან დამკვეთი დგას უკვე რა, ისევ ეს ჩვენი
ბევრჯერ ნახსენები დამკვეთები და ამ დამკვეთმა შეიძლება გინდა არ გინდა რაღაც ჩარჩოში მოგაქციოს. ანუ ძირითადად აი მთავარი ეს განსხვავება არის ხელოვნებისთვის როცა აკეთებ და ბრენდისთვის როცა აკეთებ. დანარჩენი თვითონ ფორმატი პერსონაჟის შექმნის ხელოვნებაშიც და ბიზნესშიც, ესე ვთქვათ, ერთნაირი არის. ანუ ფორმატში არის რაც წეღავ თქვი რომ მონახაზი, კითხვარი, ჩეთლოგებზე დამუშავება და ასე შემდეგ, ეს ორივე სფეროში ერთი და იგივე არის. უბრალოდ როგორც თქვი, ეს არ გვიწესებს ბევრ ჩარჩოს, ის ცოტა რაღაცებში მსხუდავს. და მოდი გავიაროთ რამდენიმე ჩეთბოტის მაგალითზე, რომლებიც ჩვენ გაგვიკეთებია და შესაბამისად გვაქვს იმის რაღაც კომპეტენცია, რომ კარგად ავხსნათ ამ ჩეთბოტების მაგალითზე, როგორ ხდება ეს ყველაფერი და ავიღოთ პირველი ისევ კიბერგალაქტიონი, ხო? აი როგორ იქმნებოდა მისი პერსონალობა. და როგორია ზოგადად, როდესაც პერსონაჟს შენ კი არ იგონებ თვითონ, ეს უკვე არსებობს ეს პერსონაჟი თავისი პერსონით რომ იტყვიან და შენ უბრალოდ უნდა დააკოპირო. აი თქვენ თუ ნახავთ იგივე ჩვენს გვერდებზეც, ხო? კიბერგალაქტიონის გვერდი იქნება ეს თუ ანიმას გვერდი, სადაც ამ პროექტზე გვიწერია, რომ ხშირად გვაქვს ხოლმე ხან თვითონ ტექსტში, ხან ჰეშტეგებად, ციფრული კლონი, ციფრული ასლი. ხშირად ვახსენებთ ამას, იმიტომ რომ რეალურად ვეცადეთ, რომ ეს გაგვეკეთებინა კიდევაც. ანუ ჩვენ კი არ გამოგვეგონებინა ვიღაც, რომელიც არ არსებობდა და რომელიც რაღაც არ იყო, ხო, არავის წარმოდგენაში. პირიქით, როგორც წარმოდგენაშიც უკვე ყავდა ხალხს და მის მკითხველს, მის თაყვანისმცემელს, მის რაღაცა გულშემატკივარს და ასე შემდეგ. ის ტიპი გაგვეკეთებინა. მაგალითად, აი ამას წინათ ვიღაც მეუბნებოდა ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი, რომ გალაქტიონს ველაპარაკეო და იმდენად დავიზაფრე, რომ თავის მოკლა მომინდაო. ანუ ძალიან დეპრესიული არისო და არ შეგიძლიათო, რომ რაღაცა იმსჯელო თუ ამაზე გუნდში, ანუ რაღაც თავისი ესეთი მეგობრული რჩევა გაგვიზიარა. რომ ცოტა მსუბუქი იყოსო და რომ დავფიქრდი ხო რაღაც რამდენიმე წამით და მე ვუთხარი რომ ანუ რანაირად უნდა იყოს გალაქტიონ ტაბიძე არა დეპრესიული, როდესაც ეს ჩეთბოტი დაშენდა, ააწყვეს ფილოლოგებმა და მწერალმა და ედოთ წინ წიგნები გალაქტიონის, ედოთ მისი დღიურები, ეს ყველაფერი ხომ არსებობს, ანუ ხელმისაწვდომია ჩვეულებრივად ყველასთვის ღიაა და შეგვიძლია ჩვენც წავიკითხოთ თუ დავინტერესდებით თუ არ გვაქვს დაკითხული. და ეს ყველაფერი წინ რომ გიდევს და ამის მიხედვით მისი ციფრული ასლი რომ უნდა შექმნა და იქ რაღაცებს ცვლი, ხო, აი, შენი თავიც არ მოგცემს ამ მხრივ უფლებას, ხო, რომ ესეთი დიდი პიროვნების ციფრულ კლონში რაღაცები შეცვალო. შეიძლება ბევრი რაღაცა ისეთ აზრსაც იწერდე, რომელიც არ ეთანხმები, არ მოგწონს, მაგრამ შენ შეგებით უფლება არ გაქვს, რომ ის შეცვალო და მე მეც ესეთი პასუხი დაუბრუნე ამ ადამიანს, რომ ჩეთბოტი რომ შევცვალოთ, გამოდის რომ გალაქტიონი ტაბიძე შევცვალოთ მეთქი, როგორიც იყო მთელი თავისი პერსონით, იმიტომ რომ ის ასეთი იყო, მის დღიურებს თუ წაიკითხავთ, ის დეპრესიული იყო და სულ თავის მოკლაზე და სულ რაღაც გაჭირვებაზე საუბრობდა და ცოტა პესიმისტური წერილები აქვს ძალიან ბევრი და როგორ შევცვალოთ პიროვნება, ხო? ანუ არ გვაქვს ჩვენ ამის არც უფლება და ვერც გავაკეთებთ ესეთ რაღაცას. მაშინ სხვა გამოგონილი პერსონაჟი უნდა შევქმნათ. შესაბამისად, ანუ გალაქტიონის კეთების პროცესშიც ეს იყო მაქსიმალურად ჩადებული, ანუ ის ფრაზები, რომელიც გალაქტიონს ჰქონდა, აი მაგალითად ძალიან ხშირად გვეხმარება იმაში, რომ შემდეგ ამის ციფრული ასლი შევქმნათ, ხო? ეს ახლა ერთ მაგალითზე, თვითონ გალაქტიონის მაგალითზე, მაგრამ ნებისმიერი სხვა ტიპაჟის პერსონის პერსონალობაც რომ შევქმნათ, ხო? იქაც ზუსტად იგივე მოდელი უნდა გამოვიყენოთ ანალოგიურად, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა შევცვალოთ რა ესეთი რაღაცა დიდი პერსონაჟები. მომხმარებელს როგორც წესი უნდა მასთან საუბარი და არა ვიღაც გამოგონილთან. როგორც წესი ასე არის ხოლმე. და ნუ მეორე მაგალითი უკვე
უნას მაგალითზე რო გავიაროთ, ამ შემთხვევაში პირიქით სრულიად ხვიც ამ ჩატბოტის კეთებას ვიწყებდით, რომ როგორი ტიპაჟი შევქმნათ, ანუ აი რა შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს, ესე ვთქვათ, ბჭყალებში, ხო? და ნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ფუნქციონალური მხარე, ანუ რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს ეს პერსონაჟი შემდეგ და პირადი, რომელიც ამ ფუნქციონალურთან ძალიან მკვეთრად და ესე მჭიდროდ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ არ გავითვალისწინებდით იმას, რომ ეს არის უნივერსიტეტის პროდუქტი, ასე ვთქვათ, და უნივერსიტეტის პერსონაჟი უნდა შეიქმნას. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან სხვაგან წავსულიყავით და სულ სხვანაირი ტიპაჟი შეგვექმნა. აქაც უკვე იქ მეც მიწერია, რომ ჩეთბოტი ზოგადად დაიგინებოდეს, როცა ქმნი მას, ნუ რაღაც ახლა შენთვის და მეგობრებისთვის სააღლაბუცოდ თუ არ ქმნი, ხო? ანუ ჩვენ ხო ახლა ასეთ ტიპაჟებზე არ გვაქვს საუბარი, ჩვენ ვსწავლობთ იმას, ბრენდებს როგორ ვეთანამშრომლოთ მერე და რაღაც დიდ პროექტებზე როგორ ვიმუშაოთ, ხო? ამიტომ გამოვრიცხოთ ეგ რაღაცა ჩვენთვის რას გავაკეთებდით და მეგობრებს რით გავაცინებდით ეგ ამბავი, როცა საუბრობთ ამ დიდ პროექტებზე. და ამ შემთხვევაში მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რომ მაგალითად, ოდესაც რაღაც ესეთი ხშირად არის ხოლმე მომხმარებლებისგან, რომ ტესტავენ ასეთ რაღაცა ცოტა უზრდელურ სიტყვებზე, მოვიფიქრეთ, რომ უნდა უგდებდეს გმულს, უგდებს აი ყველაზე უნივერსიტეტულ ჩატბოტური პასუხი ამ შემთხვევაში მოვიფიქრეთ ეგ და სხვათა შორის ანუ ძალიან დაგვიეფრუა მერე ყველამ რა თვითონ ილიაუდიმაც ყველამ რომ აი ძალიან კარგი მიგნება არისო აი ზუსტად ესე პასუხს გასცემდა თვითონ უნივერსიტეტიო ხო და აი ამ თვითონ უნივერსიტეტის დანაც გამოვალ ბარემ და გავაგრძელებ მაგ თემას რომ ანუ ჩვენ ამ ჩატბოტებს რო ვქნით ჩვენ ხო ვამბობთ რომ ესენი არიან ციფრული არსებები რაღაც ესე დოზით, ხო? ამიტომაც ეს ამ შემთხვევაში უნას მაგალითზე არის უნივერსიტეტის სახეს უნდა წარმოადგენდეს. თუ იქნება სიტყვაზე ბრენდი და ადამიანი რომ ყოფილიყო. აი დაახლოებით ესე უნდა მიუდგეთ ხოლმე ნარატივში პერსონაჟის შექმნას და მისი ფუნქციონალურ პირადი, ასე ვთქვათ, რა იგულისხმება ხო ფუნქციონალურ პირადში, ესეც რო გავსაზღვროთ, რომ ერთი რო საუბრობთ ისევ ამ მაგალითზე რო ვთქვათ, ხო? ანუ მაგალითით უფრო თვალსაჩინო არის ხოლმე და ამიტომ ერთი მხრივ უნდა სცემს პასუხს იმაზე, რომ სიტყვაზე ილიაუნიში არის 4 ძირითადი მიმართულება პროგრამების მხრივ, ამას პასუხობს, მაგრამ მეორე მხრივ მან ისიც იცის დაუშვათ, რომელია მისი საყვარელი მწერალი პირობითად, ხო? დაუშვათ, ანუ ეს ორი არ უნდა იყოს ერთმანეთისგან გამოყოფილი. აი, ხშირად ყოფილა, რომ ჩემს მოსწავლე, ასე ვთქვათ, პატარა ნარატორებს, მაგალითად თქვი, რომ აი უნივერსიტეტში არის 4 ძირითადი საბაკალავრო პროგრამა, ესეც იმ ტონით გაწერე, როგორცაც თავის პირად საყვარელ ფერზე ან მწერალზე რომ დავაპარაკებო და მაშინ გამოიყენებდა, ანუ ტონს ნუცვლი, როდესაც გადადიხარ პირადიდან ფუნქციონალურზე და პირიქით. საერთო ტონი იმისთვის იქმნება თავიდანვე და იმიტომ არის ის მონახაზი და კითხვარიც ესეთი მნიშვნელოვანი, რომ მე აი ამ ორს შორის არ გაიჭედო და არ დაირიო. ესეც მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ კიდე ამაზე და ერთი კიდევ ჩემი ძალიან საყვარელი მაგალითი არის და ამიტომ თქვენთვისაც ჩავსვი, როდესაც მუშაობდი სანტას პროექტზე, ხო? ანუ ყველა ვიტანოთ. ეს არის სანტას პროექტი, რომელიც მე მგონი ვახსენე კიდევაც ადრეც, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის point ჰქონდა ესეთი კამპანია, რომელსაც ერქვა გჯერა არ გჯერა. ანუ თვითონ კამპანია იყო ესეთი დიდი და ამ კამპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ასე რომ ვთქვათ, იყო ჩატბოტი სანტა, რომელიც ლაპარაკობდა ერთი მხრივ ზოგადად ახალ წელზე და მეორე მხრივ უშუალოდ ამ კამპანიის შესახებ. და ნუ კამპანიაში მოიაზრებოდა ის, რომ მას უნდა ჩაეტარებინა, ასე ვთქვათ, ერთგვარი ვიქტორინა მომხმარებლებისთვის, რომლებიც შემდეგ გამოავლენდნენ ორ გამარჯვებულს, უბრალოდ ერთ გამარჯვებულს და რაღაცა ის ორკაციანი საგზური ჩუქდებოდა